დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, გიორგი ისაკაძე, საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პროექტ პირველებს, რომელსაც ვახო სანაია, ლევან ჩხაიძე და ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. კვირის ბოლოს შევაჯამებთ და სტუმრებთან ერთად გავაანალიზებთ მთავარ საკითხებს. კვირა კი მართლაც დაძაბული და დახუნძლული აღმოჩნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლებას ერთდროულად რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვს. გამოწვევები პოლიტიკურ ველზე, დაპირისპირება საპატრიარქოსთან, რაც ქართული ოცნების უკან დახევით გაგრძელდა, ფრონტი ბიზნეს სფეროში, ფარული ჩანაწერების მთელი სერია, რომელიც კითხვებზე პასუხებს მოითხოვს. ამასთან რუსთაველზე გრძელდება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი. პარლამენტში კი დაპირისპირება. ეს არ არის საკითხების სრული ჩამონათვალი. ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, წინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია. საპრეზიდენტო რბოლა ბევრი თემის თანხლებით მიდის საკუთარი რჩეულის შემოხაზვამდე ამომრჩეველს უწევს კარგად გაიხსენოს ვინ როდის ვის გუნდში იყო მისი მხარდამჭერები სად იყვნენ ძალიან პრინციპულ 2012 წლის არჩევნებში და ახლა სად არიან და რატომ არიან რას ამბობენ კანდიდატები რუსეთზე ეკლესიაზე ივანიშვილზე სააკაშვილზე რას ამბობენ კორუფციაზე სარალიძის საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებზე მოკლედ კანდიდატების გასაზომად თემა ბევრია. რთული პოლიტიკური კვირა ხელისუფლებისთვის საპატრიარქოსთან დაპირისპირებული მთავრობა ნაბიჯი უკან და დიდი კორუფციული სკანდალი. სად მიდის კორუფციული სქემების კვალი? იპოვის თუ არა დამნაშავეს პროკურატურა და ავსებდა თუ არა ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი რეკეტით მიღებული ფულით პარტიის ყულაბას. რა ხდება ქვეყანაში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ვაჯამებთ ცხელ პოლიტიკურ კვირას პირველებში. დაძაბული კვირის ხმაურიანი დასასრული. მოვლენები, რომლებიც ერთ კვირაში ჩაედიან. საპრეზიდენტო კანდიდატი და მოახლოებული არჩევნები. ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს ეკლესიის და სახელმწიფოს შორის. მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. საპატრიარქო და ხელისუფლება. უხერხულ მდგომარეობაში აყენებს პატრიარქს. ბიზნესი და ხელისუფლება. მიმდინარეობს რეკეტი, გამოძალვა, ფულის გათეთრება. ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხელისუფლება. ზუსტად ეს პირები არიან. ვინ ერავენ ამ საქმეს? ეს ნაგავი უნდა გაეწმინდოს საქმე. ხორბალი, მძღოლები და ხელისუფლება. ერისა და ბერის შესახებ. ეს პირველებში კვირის შეჯამება და დებატები საღამოს 8-ზე. მაშასე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს კობა დავითაშვილი, ელისო კილაძე, მალხაზ გულაშვილი, მაია ორჯონიკიძე. საღამშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ სტუდიაში. აქვე ვიტყვი რომ ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად გვეყოლება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შემდეგ კი გოგა ხაინდრავა კინორეჟისორი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ იმდენი თემა დაგვიგროვდა კვირის განმავლობაში რომ მე პირადად მიჭირს ერთ-ერთ მათგანზე რომელიმეზე ყურადღების გამახვილება ელისო თემი და დავიწყო როგორც ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ხოლმე, როგორც ესე სტუმრებს შორის ფონი როგორია და რა ტიპის არჩევნები გვაქვს ჩვენ აი პროცესში, საარჩევნო პროცესში. კამპანიაში. რა თქმა უნდა, მოგესალმებით პირველ რიგში. ფონი არის ძალიან მძიმე, ხელისუფლებას ერთდროულად რამდენიმე წინააღმდეგობის კერა შეხვდა და კვირაში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება, გახსოვთ ცხოვრების აქცია, გახსოვთ დაპირისპირება პარლამენტში, იბერია სკანდალი, რომელმაც ალბათ ბოლო პერიოდის ყველა სერიოზული სკანდალი გადაფარა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ შვილმოკლული მამების პროტესტს რუსთაველზე. საპრეზიდენტო არჩევნებისკენ როგორ მივდივართ? ქართულ ოცნებას არ აყავს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს რა თქმა უნდა არ არის გაპირობებული იმით, რომ მათ გასაოცარი დემოკრატია უნდათ მე-6 წელს მსოფლიოს ანახონ. მათ არ ყავთ მეზარბაზნეები პირდაპირ ვთქვათ, იმით და შესაბამისად ისინი მხარს უჭერენ ყველაზე ოდიოზურ ფიგურას საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ალონა ზურაბიშვილს. ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევანი ქართული ოცნების მხრიდან.
და თავისთავად ცხადია, ეს კარგი შედეგით არ დასრულდება, იმიტომ რომ მე ბოლოში დაკვლევების, გასაიდუმლოებული კვლევების მონაცემები შემიძლია გითხრათ. სალომე ზურაბიშვილს აქვს 12%, 17% აქვს დავით ბაქრაძეს და 25% გრიგოლ ვაშაძეს. ამ კვლევებით ისინი რა თქმა უნდა ძალიან შეშფოთებულები არიან. სალომე ზურაბიშვილი დღე არ გავა რომ ახალ-ახალი სკანდალი არ დაუმატოს საკუთარ პერსონას, თითქოს ის არ კმაროდა ომის საკუთარ სამშობლოს მომავალი მთავარსარდალი ომის დაწყებაში და მძინარე ცხინვალის დაბომბვაში რომ დანაშაულებს, ამიტომ რეალურად ალბათ თუ ყველაფერი იქნა ძალიან ნორმალურად და შედარებით დემოკრატიულად და ხალხი მივიდა არჩევნებზე, მეორე ტური არის გარდაუვალი და დინარაძის განცხადებები რომ პირველსავე ტურში მოიგებს ზურაბიშვილი არის აბსოლუტური თქვენ რასაც უტოპია. ამბობთ ამის მიხედვით მეორე ტურში ორი ოპოზიციონერი კანდიდატი უნდა ვიხილოთ, მაშინ თუ ეს კვლევები ასე მივიდა არჩევნების დღემდე. მე შემიძლია გითხრათ დღევანდელი ინფორმაცია ჯერ ვერც მოვასწარი Facebook-ზე დაწერა თქვენი საერთაშორისო არჩევნებს. მე როგორც იცი, ძალიან მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრებიც იმყოფებოდნენ ამ დღეებში საქართველოში. გზავნილი არის ასეთი, რომ გაყალბებით თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს გარკვეულწილად არის რევოლუციური სცენარის წინაპირობა. ძიმე ამბებს ყვება ელისო, თუმცა ბატონ კობას მინდა ვკითხო. მართლა ხოლმე რა დაველოდოთ არც ისე ბევრი დროა ბატონ კობა არის დაახლოებით. უნდა იყოს რაც რეალობა გვაქვს. არის განვადონება ამოწურონ. არა, მინდა რომ თქვენ კითხოთ, რა კი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი ხართ, ბევრი არჩევნები გინახავთ, ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულიც ყოფილ ხართ, ვინმეს მხარდამჭერა და ასე შემდეგ. რაღაცა თითქოს და ერთხელ მონაწილეობაც კი მივიღეთ. სხვაშორს არ მახსოვს, მაგრამ კარგია რომ შეგვახსენეთ აუდიტ, განსაკუთრებული გამოცდილება ამ თვალსაზრისითაც გაქვთ. სწორედ ამიტომ მინდა კითხოთ, ერთი შეხედვით შედარებით ნაკლები უფლებების მქონე პრეზიდენტს ირჩევს ქვეყანა ძალიან კომპლექსური რაღაცა ფონის რაღაცა ესეთი სივრცეში ამ ფონზე. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? აი რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს აქვს ადგილი დღეს ქვეყანაში? განსხვავებულია ძალიან, თუმცა აი რაიმე სერიოზული ცვლილებების მოლოდინი გაქვთ თუ არა აქედან გამომდინარე? მე რო ჩემი შეხედულება ჩამოვაყალიბებო, გადაცემა არ მეყოფა, ამიტომ შევიზღუდები ძალიან მოკლედ ვიტყვი. მთელი ეს ტრადიციული სქემები, გამოკითხვები, რეიტინგები არაფრის მაჩვენებელი არ არის. ჩვენთან გამოკითხვები, სოციოლოგიური გამოკითხვები, გასაიდუმლოებელი თუ გაუსაიდუმლოებელი სინამდვილეში წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის სიარაღს. გამოკითხვებს აქვეყნებენ იმისთვის, რომ მერყევი ამორჩეველი დაარწმუნონ, რომ მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ და მოგვემხრეთ, თორე ცუდად გექნება საქმეო. ეს არის ამ გამოკითხვების ამოცანა, ყოველთვის ასე იყო, უკაცრავად. აქვეყნებული არ არის. ამიტომ ეს არ გამოდგება თქვენ არგუმენტად ამ წუთში. ამ წუთში მოახდინეთ ამის გამოქვეყნება ქალბატონო. ქართული ოცნებიში გაკვლევა და არა რომელიმე სხვა პოლიტიკა. მე ხო გაცალებ. შემოგთავაზეთ კიდეც რომ თუ კიდე რამე გაქვთ სათქმელი და ასრულეთ. დებატებში ვარ თუ მონოლოგის რეჟიმში. არა, დებატები საერთოდ გულისხმობს ურთიერთმენას და პატივისცემას, ხომ? თუ არ ვწდები. ალბათ. მადლობთ პატივისცემისთვის. ასეთ შემთხვევაში მართალი გითხრათ მე არ ვენდობოდი არც ერთ გამოკვლევის შედეგებს, არც საიდუმლოს, არც არასაიდუმლოს. უბრალოდ მიმაჩნია რომ ყოველთვის ასეთ არჩევნებში არსებობს სახელმწიფო რესურსი, არსებობს ხელისუფლების მოწინააღმდეგე და არსებობს ეგრეთ წოდებული მესამე ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც მე ჭაობს დავარქმევდი, მედროვეებს, არ დავზოგავდი ესე ვთქვათ გამოთქმებში, რომლებსაც ყურები აქვს დაცქვეტილი, ცხვირი მაღლა აწეული და აკვირდებიან მოვლენებს, საით გადაიხრება, ასე ვთქვათ, ძალა. და თვითონ სხვათა შორის ამ ჭაობს გაცნობიერებული არ აქვს, საითანაც თვითონ იხრება, იგი ის ძალა იმარჯვებს და ეს ძალიან გადამწყვეტია. ახლა არის ფონი იმისთვის, რომ უყნოსვა ძლიერი ადამიანები მაინც მიხვდნენ, რა ხდება, ანუ პროგნოზირებადი სიტუაცია, რა თქვენ როგორ ფიქრობთ? საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაცია და ნებისმიერი შემოტრიალება შეიძლება მოხდეს სიტუაციისა, იმიტომ რომ საკმაოდ უცნაური საარჩევნო კამპანიის მომსწრენი ვართ. აი რაღაც ლოგიკაც არ არის ახალი რაღაც საქართველოს პოლიტიკაში, დიახ. აი ბატონ კობა, ეს საინტერესო ერთი რამ, როგორც თქვენ თქვით, არაპროგნოზირებადი ვითარება და ამ დროს მაგალითად ხელისუფლება ახდენს ინიციირებას კანაფთან დაკავშირებით. დიახ, სულთან ეს უნდა ხო, აი არის აგრეთვე ჩვენ ნახეთ მძღოლების აქცია, ანუ რაღაც წერტილები იქნება თავად ხელისუფლების მიერ. მისი ნაბიჯების შემდეგ, რაც ძაბავს ურთიერთობას. ესეთი აზრიც ჩნდება საზოგადოებაში და მეც კი ხანდახან შემეპარება ხოლმე ეჭვი რომ არის კი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების კანდიდატი.
არის სახელმწიფო კანდიდატი. გასაგებია რომ ეს ჩვენ მოვისმინეთ რომ ეს დამოუკიდებელი კანდიდატია და ეს ვთქვათ ქართული ოცნება. გონია რომ არის მისი კანდიდატი. აქ თავარია რა იცის ბიძინა ივანიშვილმა მას რა სურს. ქმედებებით მე საერთოდ არ ვსჯი არც პოლიტიკას და განსაკუთრებით პოლიტიკას განცხადებებით. ხო, განცხადებები ხშირად ერთია და საქმეს აპირისპირო. ქმედებები რაღაც ამისკენ არ მივუწევთ. თქვენ გიჩნდებათ ეჭვი რომ შესაძლოა არც სურდეს ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. დიახ, ზუსტად ეს აღნიშნე ამ წუთში. ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა მას, თუ გახსოვთ, ამ პოლიტიკური სეზონის დასაწყისში, პირველ არხზე. და იქ მან განაცხადა და ყველა მე ჩაუთვალა კეკლუცობად რაღაც დემოკრატობანას თამაში. ადამიანმა თქვა ძალიან ნათლად რომ იცით რა ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოსტი. ჩვენ შეიძლება დაუჭიროთ ხარი დამოუკიდებელ კანდიდატს და შეიძლება იმაზეც ვიფიქროთ რომ მივცეთ ეს პოსტი პირდაპირ ოპოზიციას, იყოს ოპოზიციური პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია. დიდი ძალაუფლებით ეს პოსტი აღჭურვილი არ არის. ამიტომ შესაძლებელია ჩვენ დაუთმოთ ეს ოპოზიციას. ეს ითქვა. ამას ხათაშორის რომელიც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში და მოსულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რას აკეთებს ამით მაშინ რომ აფიქსირებს ოპოზიციის გამარჯვებას? სისულელეს აკეთებს და ამიტომ მე მინდა თქვა ამის თაობაზე ღიად და საჯაროდ. არ დავმალავ და მე განვაცხადე კიდეც და მე პრაქტიკულად ერთადერთი ვარ, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად დამოუკიდებელ ფიგურათა შორის, რომელმაც განაცხადა რომ ხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. რატომ უჭერ ხარ შემიძლია მოგახსენოთ, სალომე ზურაბიშვილი იყო გაერთიანებული ოპოზიციის, არა ეხლა რომ დაერქვეს ნაციონალებმა გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ ნამდვილი გაერთიანებული ოპოზიციის 2007-2008 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. საკითხი ვისაც არ ახსოვს, მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა თქვენ მის შტაბში ბრძანდებოდით, შესთავაზა გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ მე ვიქნები თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, შედგა სხდომა გაერთიანებული ოპოზიციის ლევან გაჩეჩილაძის სახლში. და თქვენ ბადრის ფულით დაფინანსებული ოპოზიცია ერთმანეთის მიყოლებით გაემიჯნეთ ბადრი პატარკაშვილს და ხელისუფლებას მიეცით ამ მოქმედებების განხორციელების შესახებ. ეს ასე არის მობილად რომ თქვა, მე მაგალითად ზუსტად მახსოვს გადმოცემულ ამბებს არ უყვები. თუგნება დაგელოდებით და მე გავაძე. გაგიმეორებთ თქვენ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც დაგაფინანსათ ბადრი პატარკაციშვილმა, მათ შორის მის მიერ დაფინანსებული პარტია, ახალი მემარჯვენეები და სხვები გაემიჯნეთ ბადრი პატარკაციშვილს გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ შემდეგ ივაჭრეთ მიხეილ სააკაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძე შავნაბადას გზაზე დარბოდა დილით და საღამოთი, შემდეგ დაშალეთ მიტინგი და აი ამის გამო თქვენ ხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და არ დაუჭირეთ ბადრი პატარკაციშვილის კანდიდატურას. ეს იყო სიმართლე, დავასრულე დიახ. დიდი მადლობა რომ დაასრულეთ. ეხლა მე გეტყვით სიმართლე როგორ იყო. ესე იგი ბადრი პატარკაციშვილმა შემოგთავაზა დაფინანსება. არანაირი დაფინანსება ჩვენ მისგან არ მიგვიღია. ნუ იტყვები პატონაკობა ჩემ თვალწინ მიდიოდა ეს ფული ბადრი პატარკაციშვილის დაარჩევნის შტაბიდან ეხლა. არ გინდათ ეხლა. თქვენ თვალწინ სად მიდიოდა, ვის ჯიბეში მიდიოდა, არ ვიცი. გოგა ხაინდრავას მოხდა. დიდი ბოდიში, თალბატონელს. თქვენ დაარკვიეთ. რა უნდა გავარკვიო, გარკვეული მაგი ვიყავი და ამიტომ არ გინდათ ეხლა ეს რეგულაცია. ძალიან მშვიდად მოგისმენთ. მე ძალიან მშვიდად გიყვებით იმამებს, რომლის უშუალო მონაწილეც გახდით მე პირადად. თქვენ რა პროცესის მონაწილე იყავით, ეხლა მე უბრალოდ არ მცალია რომ ამაზე ვისაუბრო. მე სხვა საქმეზე ვარ აქ. არა, ისაუბრეთ, პრობლემა არ არის. დაასრულეთ, ხო? ეხლა მე ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილი იყო გაერთიანებული ოპოზიციის რადგან არ ესმის ქალბატონელისო 7-ად ხო და სხვანაირად არ ესმის ხმას აუწევ ეხლა ქალბატონო ელისო. ხმა მაქვს და მე შემიძლია ხმა მაღლავე გიპასუხოთ ეხლა ნუ გონიათ რომ ტყუილების თქმის საშუალებას მოგცემთ ამ სტუდიაში. არ მოგცემ. არ მოგცემ. და კლასიკური მექთამე და გამხიდველი ბადრი პატარკაციშვილის სააკაშვილის ფულზე. ვინ არის? ვალერი გალბახიანი დაწყებული, ჩემი დასრულებული და მე თქვენ ცხოვრობთ. ძალიან ხელშეუხმოდით რა, მოდით. თქვენსან საძებათო არ მოვსულო რა. აუცდებით. არ მოგცემ სპეკულაციის საშუალებას. თქვენ ივაჭრეთ მიხეილ სააკაშვილთან ლევან გაჩეჩილაძე სისტემატურად დადიოდა შავნაბადაზე პარაშუტებს და 3 მილიონს და ასე შემდეგ იხოდა და ამიტომ არ მჭირდება მესიჯები და ჩაწერა საბედნიეროდ აზრის გადმოცემა შემიძლია ძალიან მარტივად. სამჯერი მეორებდა პატეფონი ხوار ბრძანდებით უკაცრავად დაასრულეთ. გიმეორებთ ფაქტს რაც იყო. გაფუჭებული პატეფონივით იმეორებთ. თქვენი ვაჭრეთ და თქვენ დაშალეთ მიტინგი და არ ჩაშალეთ და პატარკაციშვილს არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ. თქვენ ჩაშალეთ, არ ჩაშალეთ. ძალიან ძველ ამბავზე
შეკრებილი ხალხი რაღაცა თან ძალიან ძოლამდე სალომე ზურაბიშვილი ჯობია რომ დაუბრუნდეთ ხევანდელ რეალობას. ხევანდელ რეალობას. ძალიან გასაგებია. თქვენ ამბობთ რომ თქვენ ღიათ უწევთ სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იყო გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩვენს მიერ არჩეული. მე უფასებ მას იმასაც, რომ გახსოვთ რვიანი რომ დაიშალა ჯერ მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები რომ გამოაკვდნენ, შემდეგ ალასანია და ფორუმი. აი, სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ეროვნულ საბჭოსთან დარჩა ბოლომდე. და მე ძალიან კარგად მახსოვს და ესეთ მომენტებში, როდესაც სააკაშვილი აშინებდა და ყიდულობდა ცალკეულ პარტიებს და ლიდერებს, სალომე ზურაბიშვილი დადგა ბოლომდე. და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი და რაც ხევანდელ პოზიციონირებას აი, მაგაზე მინდოდა მეთქვა და მინდა მივმართო ქალბატონ სალომეს, იმიტომ რომ ერთხელ დაურეკე, ორჯერ დაურეკე, გზავნელი გაუგზავნე, ვერ მივახციე მასთან შეხვედრას და სამწუხაროდ, როდესაც ვერ ვახცევ ხოლმე ადამიანთან შეხვედრას, მე მიწევს ტელეეკრანიდან მასთან საუბარი და მინდა მივმართო ქალბატონ სალომეს. ქალბატონ სალომე, ვინ თქვენ წინ დაგიდოთ ტექსტი იმის თაობაზე, რომ თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში მარიხუანას მოყვანის სარგებლიანობის დასაბუთებას, არის თქვენი მტერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და შეგიყვანა ძალიან სერიოზულ შეცდომაში. მე მესმის რომ თქვენ მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება გაქვთ დიპლომატიურ ასპარეზზე, როგორც სოფლიო დონის ჩინოვნიკს, მახსოვს თქვენი, ასე ვთქვათ, მისიის ხელმძღვანელობა ირანშიც, საკმაოდ საპასუხისმგებლო გაეროსი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ქალბატონ სალომე არ გეწკინოთ, მაგრამ არა ხართ გამოცდილი და როდესაც თქვენ დაგიდეს თავრობის მესიჯი წინ, რომელიც წაიკითხეთ რომ იცით, აი ახლა თურმე იმის დროა რომ ჩვენ გავხსნათ საზოგადოებას რაოდენ სასარგებლოა მარიხუანას და კანაბის მობიბინე ყანების გაშენება საქართველოში და თურმე ამის ინფორმირება უნდა მოგეხდინა. ის არის თქვენი მტერი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არ მოგსულიათ თავში აზრად და ეს მოგაწოდეს, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მცდარი განცხადება, რომელიც თქვენ ეს თქვენით გააკეთეთ და არავის არ უკარნახია. იმიტომ რომ, როდესაც ქალბატონო სალომე თქვენს მიმართ კრიტიკით გამოდის, სწორედ იმ მცდარი თქვენი წინა განცხადების გამო. მეუფე, იქნება ეს იაკობი, იქნება ეს პეტრე და თქვენ იმის ნაცვლად რომ უპასუხოთ ამ კონკრეტულ მეუფეს, ან მეორე კონკრეტულ მეუფეს, პასუხობთ თლიანად ეკლესიას და თქვენ ამ დროს არ იცნობთ საერთოდ მაპატიეთ რა წერია კონკორდატში და არანაირი მსგავსი ჩანაწერი კონკორდატში არ არის რომ თურმე სიტყვის თავისუფლება ერთმევა ეკლესიის წარმომადგენლებს და თურმე ასე ვთქვათ კონკორდატი ამას გულისხმობს. მინდა დაგარწმუნოთ ქალბატონო სალომე რომ მეუფეებიც სასულიერო პირებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, სრული საარჩევნო უფლება აქვთ, პასიურიც და აქტიურიც. მათ აქვთ უფლება გამოთქვან თავისი აზრი, გააკრიტიკონ ვინც სურთ და ღიად ჩაერთონ დიახ პოლიტიკურ პროცესებში, ოღონდ არავიწრო პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში, რომელშიც არ ჩართულან, თუ მეუფე პეტრეს არ ჩავთვლით, ის გამოირჩევა თავის ძველი სიყვარულით ნაციონალური მოძრაობის მიმართ და არც ახლა ობიექტურობა მოითხოვს სიტყვას, რომ არც მეუფე იაკობი მალავდა ხოლმე თავის ანტიპატიებს ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ეს ვიწრო პარტიული სამართლიანი იყო შენიშვნა პატრიარქისა, რომ ვიწრო პარტიული ჩარევა არასწორია, მაგრამ როდესაც ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია მოახდინა და პანდორას ხუთი გახსნა, რომ ხვალ ჰეროინის მოხმარების ასე ვთქვათ ლეგალიზაცია მოხდეს, ზე კიდე ვაჭრობის და მით უმეტეს, როდესაც თავრობა თვითონ აცხადებს, რომ თურმე მოსულა და სასარგებლოც კი აქვს ქვეყნისთვის ვაჭრობა მარიხუანით, სხვას როგორ უნდა დაუწევოს. აქედან გამომდინარე, ქალბატონო სალომე, ძალიან მინდა მხარი დაგიჭიროთ თქვენი წარსული დამსახურების გამო. ძალიან მინდა ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ქვედანაყოფის კანდიდატმა არ გაიმარჯვოს, მაგრამ ძალიან გთხოვთ ქალბატონო სალომე, მომეცით ამის შესაძლებლობა, რომ მხარი დაგიჭიროთ. იმიტომ რომ თქვენი ბოლო ორი განცხადება ძალიან მიშლის ხელს, რომ მხარი დაგიჭიროთ. დიდი მადლობა. ქალბატონ მაია, ჩვენ ვახსენეთ კიდეც შესავალ სიტყვაში, რომ ასე ვთქვათ, რამდენიმე ფრონტია გახსნილი, რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიდის, ხო, ხელისუფლებისა და ეკლესიის ეს ურთიერთობა, ეს ერთი ხაზი, მეორე ბიზნესის მიმართულებით სერიოზული სკანდალია და ჩვენ არ ვიცით ამას კიდევ რა გაგრძელება მოყვება. რაც ვნახეთ, ეს უკვე სერიოზულია. განანონსებენ. დიახ, და არის მოლოდინი, რომ ამას გაგრძელება ექნება. ჩვენ ნახეთ ასევე შეიძლება სპონტანური, შეიძლება არ არის სპონტანური, მაგრამ ნახეთ რომ ძღოლები გამოვიდნენ კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ადამიანი აპირებდა რომ თავი დაეწვა. ანუ რაღაც პროცესები მიდის და ეს ყველაფერი ხდება ერთი თვით ადრე არჩევნებამდე.
აი რა ლოგიკაა აი ამ ყველაფერში, მათ შორის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში. ეს რამდენიმე ამ ჩამოთვლილი თემიდან გამოიწვია ხელისუფლების კონკრეტულმა ნაბიჯებმა. მე თუ იმის ნახევარი დრო მექნება, რაც ბატონ კობა და დავითაშვილს მიეცი. ადაკ ჩაგრავთ ქავატომაია ამისთვის რამდენი ხალხი ძანეთ. ეს ნახევრად ხუმრობით. იცით, აი ხლა ვიჯექი და ვისმენდი არ მინდა ეხლა არც აყალმაყალი მინდა, არც არავის შეურაცხყოფა მინდა, პირადადაც პირველად ხედავ ბატონ კობა დავითაშვილს. დავითი არ დამიძახოთ. უბრალოდ რა არის, იცით? ვუსმენ ამ ყველაფერს და ცხვენია. აბსოლუტურად, სერიოზულად, ყოველგვარი ნერვიულობისა და ეგზალტაციის გარეშე ვამბობ. როდესაც ჩვენ გვაქვს ყოველ შემთხვევაში ნომინალურად, დღესდღეობით ნომინალურად ნამდვილად, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველაფერი მოშლილია სახელმწიფოში, მაგრამ სახელმწიფო ვარსებობთ ხო გეოგრაფიულ რუკაზე. ეს ბოლო 6 წელია და როდესაც მე მესმის სულ ერთია მე კონკრეტულ ადამიანზე არ მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემთვის ამ შემთხვევაში ბატონი კობა არის ზოგადი სახე იმ პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკასთან აფილირებული პირებისა, რომლებსაც აქვთ ის პოზიცია, რომელიც მას აქვს. და როდესაც მე ვისმენ აი ესეთ საუბრებს, გესმით, აი ეს გრძელი მოწოდება ქალბატონის სალომეს მიმართ, ზოგადად აი ეს საუბარი, სადღაც აზე ვლაპარაკობთ, იცით, მე არ ვერ ხვდები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად სახელმწიფოებრივი დრამის მონაწილენი ვართ. აქ მთავარი აქტორი არის საქართველოს სახელმწიფო. ჩვენი საერთო ქვეყანა, რომელიც სამშობლოა იმათვისაც, ვინც დღე-დაღამე ნამდვილად მისი სიკეთისთვის იღწვის, ან ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ცუც არაფერს არ უშავებს. ასევე იმათვისაც, ვისაც ან გონია რომ კარგს აკეთებს სახელმწიფოსთვის, ან უბრალოდ პირდაპირ საკუთარი კუჭის და პერსონალური ინტერესების მიღმა სხვა მიზნები და мотиваცია არ გააჩნია. ვიზზე ვლაპარაკობთ? სალომე ზურაბიშვილზე ვლაპარაკობთ. ვინ არის ეს სალომე ზურაბიშვილი? ეს არის ქალი, რომელიც სულ უამრავ რაღაცას დავანებოთ. მთავარი აქცენტები გამოვკვეთოთ, ხო? რომელმაც განაცხადა ხმამაღლა უპრეცედენტო ალბათ სახელმწიფოებრიობისა და ნებისმიერი ქვეყნების პოლიტიკოსთა ისტორიაში უპრეცედენტო განცხადება გააკეთა ამ ქალმა 2008 წელს და მას მერე ისეთი სიამაყით იმეორებს, ამას გეგონება რაღაცას ძალიან კარგს ამბობდეს. ომი საქართველომ დაიწყო. ელემენტარულად, მანამ გადავიდოდი ზოგად საკითხებზე, აი ამას ვიტყვი. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე? ჩვენ ვუყურეთ უამრავ აი კურიერს, რა ქვია, არჩევანსში ვუყურეთ ჩვენ მთელი საქართველოს მოიცვეს იმ რესპონდენტებმა, კორესპონდენტებმა და გამოკითხეს ხალხი უზარმაზარი რაოდენობა გამოკითხეს. ხო 2 საათი მიდიოდა გადაცემა. აი უბრალოდ გლეხია, არც განათლება არ აქვს, იმას არ წიგნიერება არ აქვს, ამას არ ჭირდება წიგნიერება, ამას ჭირდება სულიერება. ადამიანი ამბობს რომ ჩვენ როგორ დავიწყებდით ომსა, აი რა სააკაშვილი კავკასიონის იკითხო არ გადასულა. აი ის უბრალოდ საყვარელი ადამიანი ჩვენი თანამოქალაქე ელემენტალურ რაღაცას, მთავარ რაღაცას ხვდება. რანაირად შეიძლება დაიწყო ომი საკუთარ სამშობლოში? ეს ერთი. გარდა ამისა, ეს ქალი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი მიზნების გამო ყველაფერზე მიდის, რომელსაც აქვს დავალებული ეს ყველაფერი და ნუ მოკლედ ბევრი დიდი პატივია ეხლა სალომეზე ამის გარკვევა და კეპნა ერთი ადგილის ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. მთავარი არის ეს. ის რომ სალომე ზურაბიშვილმა მერე პლანის მარიხუანის მოყვანის ისიც კი გაუპრავა ივანიშვილს, ეს უკვე მეორადია, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც შეუძლია თქვას ჯერ ეს ერთი ომამდე 1 წლით ადრე თქვა წითელ უბანში რომ გადმოაგდეს საცდელი სატესტო ბომბი რუსებმა და
ჯერ კიდე მაშინ თქვა რომ სააკაშვილმა თავისთავად დაიბომბა თვითონო. მერე უკვე ომის მერე იზარდა ამას და ახალი რომ ამას იტყვის. ადამიანი, რომელსაც პრეტენზი საერთოდ პოლიტიკაში რა უნდა ასეთ ადამიანს? პოლიტიკაში და ის რომ ასეთ ადამიანს აქვს პრეტენზია გასაგებია. პრეტენზია შეიძლება ამერიკის პრეზიდენტობაზეც ქონდეს სალომე ზურაბიშვილს. ჩვენი უბედურება ის კი არ არის სალომე ზურაბიშვილები ყავს ზოგადად. აი ეს არის ზოგადი სახე ამ შემთხვევაში ჩემთვის მხოლოდ კონკრეტული არა. ჩვენი უბედურება ის კი არ არის სალომე ზურაბიშვილები ყავდა ბევრი. ჩვენი უბედურება ის არის რომ ამ საზოგადოებაში შესაძლებელია აი ასეთი სალომე ზურაბიშვილისთვის ოცნება კი არა რეალურად საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად აი ლოგიკას ეს არის სირცხვილი ჩვენი ლოგიკურ ახსნას გთხოვდით რატომ დაუჭირა ხელისუფლებამ მაშინ მას კი ბატონო თუნდაც გიმუშავებთ საათი არა საათს არ ამოქის მაშინ ფსიქოლოგიურად რო არ გიმუშავებთ არა თქვენთვის არავის შეუშლია კი ბატონო მე საერთოდ ხმარ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს სასაუბროთ ყველას გეკნება და აზრის თქვენთან საერთოდ არ მისაუბრია თქვენთან თქვენ ლაპარაკობდით რა მკითხება ხო უკაცრავად ლოგიკა იმაში რომ ხელისუფლება მას დაუჭირა კი ბატონო ჩემი გადმოსახედიდან ეს ლოგიკა ამ ლოგიკას ქვია შინაგანი ლოგიკა როდესაც ძალაუფლება არის უზურპირებული და ეს არ არის ახლა ისეთი ის რომ ამაზე ტომები დაწერილა დისერტაციები არსებობს და სოფლიო პრაქტიკაში ასეთი პერსონაჟები ყოფილან სავალალო ის არის რომ ჩვენს ქვეყანაში ვეღირსეთ ამას გესმით როდესაც ხელისუფლება არის უზურპირებული, როდესაც აღარ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, როდესაც სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერი არის დაქვემდებარებული ერთ პირს და რაც ყველაზე კიდე ამაზე რძენია, ის პირი ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, გესმით? აი მაშინ ხდება ესეთი რაღაცა, ხდება რეალობის დაკარგვა. ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის შეგრძნება. რატომ? იმიტომ რომ მას სურს იყოს მუდამ. ის უნდა იყოს მუდამ. ადამიანმა გამოაცხადა 20-30 პროგრამა. 20-30 კი არა. მერე პრინციპი რას დრო დადგება და ზოგადად დინასტია ივანიშვილების დინასტიაზეა საუბარი. გამეთრე მაი ერთი მცირე თქვენ ხარს რომ ვიცოდეთ. მე ვისუჭერ ამ თელმა საქართველოს მიცის ვინ. მე ვუჭერ იმ პოლიტიკურ ძალას ხარს, რომელმაც პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ანუ 1991 წლიდან ერთადერთმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ საქართველო არის სახელმწიფო. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მე. გრიგოლ ვაშაძეს ცხადია, აბა ვის უნდა უჭერდე? მოღალატე სალომე ზურაბიშვილს თუ ვის უნდა უჭერდე? კარგი. მე ხო ყველაფერი ცხადი გახდა. არა, ცხადი იჯერეთ ქალბატონო. ჩემი პოზიცია თელმა საქართველოს. თქვენ ისე მეკითხებით, ვის უჭერდა? გრიგოლ ვაშაძეზე გასაგებია, ისე გაიღიმეთ. გეგონება მე უჭერდე სალომე ზურაბიშვილს ხარს და თქვენ კიდე ვინმე ღირს. ის დრო, როდესაც თქვენ საზღვრავდით, ვის უნდა გაეღიმა, რომელ ეთერში დაამთავრდა და ამიტომ როდის გავიღებთ ჩემი საქმე. მე არ საზღვრავ, მე ერთი რამე მინდა ვიცოდეთ. თქვენი ბინავი ჰოლანდიელი რო საზღვრავდა ამსტერდამელი მაგაზე თავის დროზე რო პოლიტიკური პირი სულ ერთია პირველი პირი იყო თუ არა პირველი პირი ოჯახს შეეხებდა დედას და ხალხს შეეხებდა არ დედა შეეხებდა და არც ჭორიკანა ქალები რო კადრულობენ არ მოკადრულობენ ისეთი რამე იკადრეთ თქვენ წლების წინ როცა სააკაშვილის ოჯახს შეეხებდა თქვენ ახლა ბოროტად სარგებლობთ იმით რომ ქალბატონი მზანდები მე ბოროტად არ სარგებლია ბოროტად თქვენი სარგებლია ნუ გადავეყვანთ კონფრონტაციულ რეჟიმში ბატონ მალხას მოусმინოთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ან ფონთან დაკავშირებით ბატონ მალხას ხელისუფლების იმ ნაბიჯებთან მიმართებაში რომელიც ბოლო პერიოდში არის და ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი ნეგატივი წარმოშობა. მე გეტყვით ჩემას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიულოცავ სრულიად საქართველოს ღვთისმშობლობას და ცოტა ასე ვთქვათ ურთიერთგაგებით რომ მოусმინოთ ერთმანეთს უკეთესი იქნება და მოусმინოთ ერთმანეთს და არა ვეჭიდაოთ ერთმანეთს. ნუ ჭიდაობა მორევაზეა პრინციპში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. ანუ საკუთარ თავს ყოველდღიურად უტარებს ისეთ გამოცდებს, რომ ზიანს აყენებს საკუთარ თავს. ხარაკირი ქვია ამ ყველაფერს ასე ისაკეთებს. ქვეყანას აყენებს პირველ ყოვლისა. ქალბატონო მაია, თუ შეიძლება დავამთავრებინეთ, მე არ გეშლიდით ხელს. თავისად რაც უნდა. პირველ რიგში ეს ადამიანი აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელი განცხადებებითაც საკუთარ იმიჯს აყენებს კითხვის ნიშნში.
ქვეშ, სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის. ისინიც კი, ვინც მისი მომხრეები იყვნენ, იმათაც კი გაოცებულად დარჩათ პირი ღია, რომ რა ხდება ამ ხალხს რა დაემართა, რა ის ლაპარაკობს. ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ან მრჩევლები არ უარგა მას, ან პიარ სამსახური არ უარგა, რომელიც არასწორ პოზიციონირებას უკეთებს ნაციონალურმა მოძრაობამ და ბაქრაძემ უკვე ყველგან გამოფინეს საკუთარი, ასე ვთქვათ, პლაკატები, საარჩევნო ლოზუნგები, ხალხში დადიან, მუშაობენ, სალომე ზურაბიშვილის ხალხს ძინავს თუ რას აკეთებს, არ ვიცი. ეს ერთი. მეორე, ავიღოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის არც ერთი მომხრე არც ერთ ტელევიზიაში არ მიდის. აი ამას რა ქვია, მე არ ვიცი. ვიღაცები ხო არა. ამას სხვათა შორის სახელი ჩვენ ჟურნალისტებს შეგვიძლია აი მალხაზ რამდენი ხანია ვცდილობთ დისკუსია იქნება თუ ჩვეულებრივი საუბარი რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მოვიდეს სტუდიაში ჩვენ ეს ვერ მოვახერხებთ. ხო და მეც ამ არხზე ეს ვერ ხო არის ვიღაცა რაღაცა გუფმა ხო წარმოადგინა ეს ქალბატონია რა ეს ხალხი რატო არ მოდის და რატო არ იცოცხლება იმიქარია ბატონახას იციან რომ სამარცხვინოა სიცხვილია სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერობა და იმიტომ არ მოდის ის პოზიცია თქვენი პოზიცია ხო თქვენ არ გეუბნებით ის პოზიცია რასაც სალომე ზურაბიშვილი აფიქსირებს ეკლესიასთან მიმართებაში ჩემი აზრით არის აბსოლუტურად ძირეულად იმიტომ რომ თუ მეუფე პეტრე სიტყვაზე ითვლება თუ მეუფე პეტრე ითვლება მომხრე სიტყვაზე რაღაცა პოლიტიკური ძალის მაშინ მეუფე იაკობის სხვა ძალის არგუმენტები არა თუ ეკლესიაში ორი ამ ორი ფრთიდან გამომდინარე რა გამოდის ესე იგი ორივე ფრთა წინააღმდეგია იმდენი არგუმენტი მაგაც წინააღმდეგია დივანზე არ გავჩერდები უმპლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია ეს არის აბსოლუტურად სტარი აი აქედან საქართველო არის მართლმადებლური ქვეყანა 90% თუ არა 99% მაინც მართლმადებელი ქრისტიანია და როდესაც მის ასე ვთქვათ სასულიერო პირებს უკძალავს შე რომ გააკეთოს განცხადება ქვეყნისთვის საჭიროა საკითხზე ეს არის ძალიან სტარი მაგას აქედან გამომდინარე მაგ შეკითხვა 2012 წლიდან ბატონკობა ყველა არჩევნები მოიგო ქართულმა ოცნება ბრძანეთ მოგადავთ ჯობს მართლა მუსულმანთა ასე ვთქვათ მურთმა გააკეთა განცხადება კათოლიკებმა გააკეთეს განცხადება თვით პროტესტანტების ასე ვთქვათ სასულიერო პირმა, ქალმა პირველმა გააკეთა განცხადება აბსოლუტურად იდენტური მართლმადიდებელი ეკლესიისა. ესე რომ აქ გამოყვანა იმისა რომ მოიცვა პრაქტიკულად ამან. არაერთსებობს სოფლიოში რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ხარს უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაციას. წარმოუდგენელია ესეთი რამ. კარგით, აი ბატონ მალხასთან, მაგას აი ორი სიტყვით ვიტყვი რა. სამწუხაროდ ეს პრეზიდენტობის კანდიდატები და მართლმადიდებლები საარჩევნო კამპანიას ატარებენ ერთმანეთის ლანძღვაზე, რომ ვინ უფრო ბოროტი და ვინ უფრო რაღაცა ამაზრზენი არსება. ერთისგან პროგრამა მაინც მოგვესმინა, რომ რას გაკეთებ, ვის გაკეთებას აპირებენ ესენი ყველაფერი. მე მაინტერესებს კვირიდან სერიოზულად მაინტერესებს. გამოგვივა ჩვენ საარჩევნო კამპანია აღებულია სიზღზე და სიძულვილზე. ეხლა რას ვირჩვით? პრეზიდენტს არანაირი ფუნქცია არ აქვს ხალხო. რეალურად ეს არის რაღაცა ისა საქორწილო გენერალის ფუნქცია უფრო აქვს ამ პრეზიდენტს და ამ პრეზიდენტის გამო ისე ხოცავენ ერთმანეთს გეგონება რაღაც დიდნადავლის გაყოფაზე არ ახარად 2012 შემდეგ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა არის ეს არის რეალობა თუ არა რომ ახლა შეიძლება ხელისუფლებამ წააგოს ეს არჩევანი მე არ ვიცი შეიძლება შეგნებულადაც აკეთებს ხელისუფლება ამას იმიტომ რომ მე რას ვერ ვგებულობ იცი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს PR სტრატეგიაში. მე არ ვიცი ამ ხელა ჯგუფი PR სტრატეგიაში რისთვის ყავთ, თუ სწორედ არ დაგეგმავენ პოლიტიკას. მუდმივად ხედავ, რომ შეტევაზე არის გადასული ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და მუდმივად ხედავ, რომ ქართული ოცნება და ასე ვთქვათ ის მისი მომხრე ასე ვთქვათ ძალები მუდმივად თავდაცვის პოზიციაშია. ჩემი აზრით ეს არის ნოყიერ პოზიციაზე, ნოყიერ ნიადაგს უქმნის თუ არა, როგორც თქვენ თქვით სალომე ზურაბიშვილი თვით. ანუ არ ჭირდება ოპოზიციას თემები ხო, ანუ ისეთ პადაჩებს უწევს, როგორც ვთქვათ, რომ ამ პადაჩებს მხოლოდ ტოპკიზე აი თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტის პოსტ ეს საკამათო საკითხია პრეზიდენტის როლზე, თუნდაც იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ახლა გვაქვს, მაგრამ აი პოლიტიკურ კონტექსტში თუ შევხედავთ თუნდაც. ხო. თუ კი ეს პოსტი ოპოზიციის აღმოჩნდება, ეს სერიოზული საკითხი გახდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ის რომ ხელისუფლებამ 6 წლის შემდეგ
წააგო არჩევნები პიარის რეალურად არანაირი გავლენა არ ექნება იმ პრეზიდენტის სიტყვას ოპოზიციონერი პრეზიდენტის სიტყვა შეიძლება კონდეს სერიოზული გავლენა პოლიტიკურ და თქვენ აქ წამყვანი ხართ უკაცრავად. ხო, რა ვიცი, რაღაც უცნაური სიტყვა. უკაცრავად სიტყვავთ ხოლმე, მაგრამ მახსოვს რომ თქვენი ჯერია და ამიტომ გითხრა. არ არის ჯერზე, ბრძანეთ. თქვენ არ ახართ დისკუსიის რეჟიმია და არა, მაშინ ამ თემაზე თუნებას მომცემთ მე მოგახსენებთ. ბრძანეთ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ აქ სიტუაცია ეს არის ფათაშორის პრინციპული შეცდომა ბიზინა ივანიშვილის და ქართული ოცნების, რომ ის მიიჩნევს, რომ რადგან იურიდიულად მართლაც პრეზიდენტ საპარლამენტო რესპუბლიკაში მინიმალური ცერემონიალური ფუნქციები აქვს. აქედან გამომდინარე, მას ასე ვთქვათ, შეუძლია რომ ეს დაუთმოს ოპოზიციას, ეს გამოჩნდება დემოკრატიულად, მას არ ესმის, ასე ვთქვათ, მასის ფსიქოლოგია. თუმცა მაშინ უფრო დემოკრატიულად არ გამოჩნდებოდა, რომ ქართულ ოცნებას ეთქვას, რომ ჩვენ გავდივართ, არც ერთ კანდიდატს არ უჭერთ მხარს და არ მონაწილეობთ. ფათაშორის ბიძინა ივანიშვილმა ესე დააყენა საკითხი, მისმა საკუთარმა პარტიამ არ დაუჭირა ამას ხარი, მას მოწინააღმდეგეებიც ყავდა. რასაც ბატონკობა ესეთ რაღაცები ხდება, რომ ივანიშვილს რამე უნდა და პარტია მხარს არ უჭერს, ერთი პრეცედენტი შეგიძლიათ ამის უთხრათ. ერთი პრეცედენტი ამის შეგიძლიათ უთხრათ. ერთი პრეცედენტი? როდესაც პარტიას რაღაცა თემაში აქვს უფლება რომ ივანიშვილმა შესთავაზა პარტიას ორი გზა. ან საერთოდ არ ვასახელებთ არანაირ კანდიდატს და არავის არ უჭერთ ხარს, ან ხარს უჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ამაზე შედგა მსჯელობა და იყო კრიტიკა მისი სხვათაშორის მისი უახლოესი მეგობრის პატრონ დიმიტრი ხონდაძის მხრიდან, რომელიც თავს აძლევს უფლებას, მოგეხსენებათ, მეგობარი როა და აქვს საშუალება მას ყოველდღე შეხვდეს, ის აძლევს თავს უფლებას გააკრიტიკოს. მას არ აქვს ესეთი მონური მორჩილება მის მიმართ და მე ამ კაცს ვიცნობ და პატივს ვცემ და მას აქვს დამოუკიდებელი აზროვნება. სხვათაშორის ბატონი დიმიტრი მცხეთაში სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობაში აღმოჩნდა. როდესაც ოფიციალურად ის იყო მაჟორიტარად დასახელებული როგორც ქართული ოცნების კანდიდატი, შეგახსენებთ და რეალურად თელი მთავრობა ხო დამეთახა, ამაში ხო მაინც დამეთახებით გაბატონოს რომ ცეზარ ჩოჩენს უჭერდა მხარს რეალურად ის მთავრობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიყვანა, ხო? და ამის მიუხედავად დიმიტრი ხუნდაძემ მოიგო ეს არჩევნები სულ რამდენიმე ხმით? 50 ხმით. ხო, სულ 50 ხმით. მე ქალბატონ სალომეს ხოდაშოს ურჩევდი რომ კონსულტაციები და თუ შტაბში გაძლიერება უნდა დიმიტრი ხუნდაძისგან აიღოს, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს გამოცდილება ერქვას სახელმწიფო კანდიდატი და სინამდვილეში ასე ვთქვათ, ხელისუფლება მუშაობდეს სხვაზე. და მე განსა მიჭდება პრეზიდენტის როლზე, აი ამ საკითხს დაუბრუნდეთ რეკლამის დრო მოდის. პრეზიდენტი თუ კი ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს პოლიტიკურ პროცესში რა გავლენას ახდენს? ძალიან დიდ გავლენას. ეს არის სასიგნალო რაკეტა. ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელიც ეხლა ვსაუბრობთ მედროვეები, ჭაობი თუ რაც გნებავთ, რომლებიც მუდმივად იცვლიან პატრონს ქართულ პოლიტიკაში. მოგეხსენებათ ხან მოქალაქეთა კავშირი იყვნენ, მერე ერთხმად გახდნენ ნაციონალური მოძრაობა, მერე იგივე ხალხი პორტირებული მოხდა, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებაში. ეს ხალხი ისე ვიხულებს და ახალ ბატონს მოძებნის, ვინსაც დაინახავს იმ ნაციონალური მოძრაობის განაყოფიდან უფრო წარმატებულს იქნება ეს თვითონ ნაციონალური მოძრაობა თუ ევრონაცები ეგრეთ წოდებული. ამას ვერაცნობიერებს მე მგონი ბატონი ბიძინაც და ქართული ოცნებაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მასობრივი ფსიქოლოგია, ბატონ ბიძინას როლი ჩვენი ძველი ოპოზიციონერების მხარდაჭერაში ის იყო, რომ მან სწორედ ეს მედროვე ხალხი წამოიყვანა ჩვენსკენ. ჩვენ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენეთ 2007-2008 წლებში, როდესაც 35% ამ ქვეყნისა მხარს გვიჭერდა. მეორე მესამედი იყო ხელისუფლების მომხრე. არა ხდება ის ერთი მესამედი წყვეტდა ბეც და ერთ მესამედს სააკაშვილი ამყოფებდა ტერორში, უზრუნველყოფდა მათ დაშინებას იმ ციხეებით, იმ გაუპატიურებით, ვიდეოთი გადაღებით, პირადი ცხოვრების კადრების დაშანტაჟებით და დღესაც ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მართავს ბატონი სააკაშვილი. ბატონი სააკაშვილი არის ხელისუფლებაში. ხათუნ გონიათ, ქალბატონი ელისო რომ შეგეკამათებით, ამაში და არ გაგეთანხმებით. 6 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. მუდმივად გვესმის ციხეები, გაუპატიურებული კაცები და რატომ არავინ არ დაისაჯა? თქვენ იცით მიხეილ სააკაშვილს რაზე ასამართლებენ? ერთ ქაჩმირის პარტო
პალტოზე და შვიდ პიჯაკზე, ვენოკებზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მე ჩვენებები მაქვს ნანახი ირაკლი ოქრუაშვილის და ნინო ბურჯანაძის, ისინი ირიბი მოწმეები არიან, კანცელარიაში გავიგონე და რაღაც ესეთები წერია სხვა საქმეებზე. ამიტომ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ აი რაღაცა საშინელებები ხდებოდა, მე თქვენ არ დაგიწყებთ წინააღმდეგობის გაწევას, იმიტომ რომ 2007 წლიდან ოპოზიციაში ვიყავი და ვერაფრით ვერ გამოვდგები ახლა წინა ხელისუფლების მეხოთვეთ იმის მიუხედავად, რასაც თქვენ ახლა აქ მაბრალებდით ცოტა ხნის წინ, მაგრამ 6 წლის უკან, 6 წელია. თქვენი მთავარი პროკურატურა, თქვენი მეგობარი და ამჟამინდელი შეფი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც კურირებს მაესტროზე იმ გადაცემებს და ასე შემდეგ, იყო მთავარი პროკურორის მოადგილე. იყავით ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით. გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ მოახერხეთ ვერც ერთი გავლენიანი ჩინოვნიკის ციხეში ჩასმა იმ ბრალით, რომელი ბრალით არ იქნებოდა საპრეტენზიო. მეტიც ინტერპოლის ძებნიდან მოხსნილია ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, იმიტომ რომ ინტერპოლს ვერ მიაწოდა ქართულმა ოცნებამ დასაბუთებული ბრალდებები. შეიძლება გაგცემთ პასუხს და დაგეთახოთ. რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი ამ შემადგენლობით ბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში. ქვეყანას და ძალოვან უწყებებს ძალიან გთხოვთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში. რატო ხარ მოწესრიგებული? აკობა დავითაშვილი გთხოვს კიდევ დროს და ჩვენ ვეუბნებით რომ დაბრუნდებით მასთან, ამიტომ გადავინაცვლოთ მარცხენა ფლანგისკენ ჩემგან მარცხნივ ელისოს მინდა ისე მივცე შესაძლებლობა მოსაზრების გამოთქმის. ერთი მთავარი განცხადება, რომელმაც გამოიწვია ეს რეაქცია საზოგადოებისგან, ეს იყო რუსეთზე გაკეთებული განცხადება, მეორე იყო ეკლესიასთან დაკავშირებული განცხადება. ეს უკვე მას ჩაუთვალეს ძალიან არაპრაგმატულ ნაბიჯადაც, გარდა იმის, რომ რაც ბატონმა კობამ თქვათ რაღაცა ვთქვათ ინფორმირებული განცხადება არ იყო ინფორმირებული ადამიანის პროცესთან დაკავშირებით. არამედ ნახეთ, ჩვენ ვიცით საპატრიარქოში რა პროცესები მიდის, ამას ვუყურებთ ამ ხნის განმავლობაში და ადამიანები, სინოდის წევრები, მეუფეები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, ერთმანეთზე ინტერვიუებს იძლევიან, განცხადებებს აკეთებენ და ასე შემდეგ. და სრულიად მოულოდნელად ისეთი ნაბიჯები გადადგა სალომე ზურაბიშვილმა, ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მეუფე იაკობი, რომელიც რადიკალურად განსხვავებული ფიგურაა მეუფე პეტრესგან, მეუფე იობი და სხვები საერთოდ, რომლებიც სრულიად სხვადასხვა პოზიციაზე არიან, მათ შორის ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, მოულოდნელად ყველანი ერთად გაერთიანდნენ და ყველამ განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. და რა ხდება? ახლა ამ შემთხვევაში ხო შემიძლია მეც დავეთანხმო კობას. ის რომ სალომე ზურაბიშვილმა იმის მაგივრად, რომ კარგად გაეაზრებინა, რას ნიშნავს საქართველოში ეკლესიასთან ომი, პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამბიონებიდან მიდის ქადაგება და ინტერვიუებში მიდის საჯაროდ მისი გაკიცხვა, იმის მაგია რომ რაღაცნაირად ტაქტიკურად მაინც ბოდიში მოეხადა ან უკან დაეხია, გააკეთა ასევე ძალიან ცუდი და მძიმე განცხადება, რომ ის თუ პრეზიდენტი გახდება და დაემუქრა ეკლესიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ქართული ეკლესიის გავლენა არის ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი და სხვათა შორის ქართულმა ეკლესიამ საკუთარი ძალა ხელისუფლებასაც დაანახა ამ დღეებში, როდესაც გამოვიდა კანაფის კულტივაციის წინააღმდეგ და საჯარო მსვლელობა მოაწყო და საჯარო განცხადებები გააკეთა და ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა, რომელიც ხელისუფლება უბრალოდ და გარკვეული ბერკეტები აქვს, უკან დაეხია. და თქვენი ლოგიკით რატომ დაარტყა ეკლესიას? როგორ ფიქრობთ თქვენ? სალომე ზურაბიშვილის ლოგიკისთვის დაწევა მე ძალიან მიჭირს, იმდენად აბსურდული განცხადებებია მისი მხრიდან ზოგადად, მაგრამ რატომ მე მგონია რომ მას თავად არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი, რატომ დაარტყა ეკლესიას? აუ შეიძლება ჩათვალა რომ რაღაც კარგი ტონია ეხლა ეკლესიაზე რაღაცეების ლაპარაკი, ან არ ვიცი, იქნებ ხელისუფლებიდან. ხონდა რაიმე გასაზრისით ელისო არის რაღაც წითელი ხაზები ველზე, სადაც ფეხის დაბიჯება ნიშნავს აფეთქებას. კი, და სალომე ზურაბიშვილი პირველ შემთხვევაში მაშინ როდესაც თქვა რომ ომი დაიწყო საქართველოს, მე აქ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალაზე არ ვლაპარაკობ, რომლის ოპონენტათაც მას უნდა რომ თავის პერსონალს წარმოადგინოს, თუმცა მინისტრი იყო იმ ხელისუფლებაში და რომ არ გამოეგდოთ, ალბათ ბოლომდე მინისტრი იქნებოდა. ამას არ გულისხმობ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მთავარსარდალი უნდა იყოს ადამიანი თავისი გათვლებით, უნდა რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს და პრეზიდენტი გახდეს და ქვეყნის მთავარსარდალი გვეუბნება მომავალი ან სავარაუდო და საოცნებებში მაინც გვეუბნება რომ იმ ქვეყანამ რომლის პრეზიდენტიც უნდა გახდეს ომი დაიწყო. ესეც ნაღმია და თან იმ პროცესების ფონზე, როდესაც ჰააგაში სასამართლო პროცესი მიდის და როდესაც პუტინმა
მისი გამოსვლა და მისი ეს განცხადება შეაფასა როგორც გმირობა. ეს იყო პირველი ნაღმი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი აფეთქდა და შემდეგი ნაღმი იყო რასაკვირველი ეკლესიასთან ღია დაპირისპირება და შემდეგი საერთოდ გასაოცარი ამბავი, აი ეს ნამდვილად გააკეთა იმ ადამიანების საამებლად, რომლებიც მარიხუანას თუ კანაფის კულტივაციას ხელს უწყობენ, როცა თქვა რომ ჩვენ ვერ ვხვდებით, ჩვენ ვართ ქაჯები და გოიმები და ვერ ვხვდებით რომ ეს რა კარგი რამეა კანაფის კულტივაცია და ის მოგვევლინება როგორც პროპაგანდისტი და აგვიხსნის რომ რა კარგ რამეს აკეთებს ხელისუფლება. მაპატიეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის არც ლოგიკა მომწონს, არც ქართულად მეტყველება მომწონს, არც ვერც აზრს ერთმანეთს ვერ აბამს ისე რომ მე და ჩემნაირი ადამიანები დაგვარწმუნოს კანაფის კულტივაციის სიკეთეებში და სრულიად გაუგებარია ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხელისუფლების სპიკერი ამ საკითხის პროპაგანდაში. ერთ საკითხს მინდა შევეხოთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები. აი პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება ძალიან ახლოს არის ძალაუფლების დაკარგვასთან რეალურად. აი ამ ორ წელზე ვსაუბრობთ, 2020 წლამდე. ორი წელი რეალურად პოლიტიკისთვის ალბათ ბევრი არაფერია, თუმცა მე შეიძლება ცოტა უფრო მძიმედ უყურებდი ამ საკითხს. მივალთ კი და ხმივა კი ეს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებამდე საერთოდ მშვიდობიანად თუ უფრო ვადამდელ პროცესებს უნდა ველოდოთ. ერთი, მეორე, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ამ დრომდე ელჩს არ ნიშნავს ქვეყანაში და სავარაუდოდ ახალი ელჩი ჩამოვა სუსტი და სწორი მესიჯებით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ასევე, რომ სოფლიოში რეალობა არის ისეთი, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო და უფრო ფართოვდება და ეს სანქციები აუცილებლად საქართველოშიც გარკვეულ ასახვას პოვებს და ამიტომ მე ის რომ 2020 წელში ხელისუფლებაში ქართული ოცნება აღარ იქნება, ეს ჩემთვის არის 2x2 4 და მეტიც ქართულ ოცნებას ელის იგივე ბედი რა ბედიც ეწია მოქალაქეთა კავშირს, როცა ის საერთოდ გაქრა პოლიტიკური სივრციდან. ესეც არის ძალიან მარტივად გასააზრებელი რეალობა. გუნჩიც მშვენივრად იციან და ეხა ის რაღაც კულუარული ინფორმაციები რაც მოდის, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ფიქრობენ თავის გადარჩენაზე. მე კობახიძე და მისი გუნდი მყავს მხედველობაში, რომ როგორმე 2020 წლისთვის რაღაც პოლიტიკაში მაინც შეინარჩუნონ თავიანთი თავი. მე მეეჭვება რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხარიბაშვილის მაგალითი, წავიდა პრემიერის პოსტიდან და გაქრა საერთოდ პოლიტიკური სივრციდან, კვირიკაშვილის მაგალითი, რომელიც ასევე წავიდა და გაქრა პოლიტიკური სივრციდან და ილუზიებია ის, რომ რომელიმე მათგანი პოლიტიკურ პარტიას შექმნის და დაბრუნდება პოლიტიკაში. მოდით ახლა ვკითხოთ, თქვენ არ გითხოვთ ვისი მხარდამჭერი ხართ, ხართ თუ არა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ხართ, ხო? აი ეს თავიდანვე ასე იყო თუ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი არის ნაციონალური მოძრაობის ან მოქალაქეთა კავშირის წევრი და ჩემთვის ვერც ერთი ვერ ახორციელებს, რომ აი გულთან ახლოს მივიტანო და მასთვის ვიბრძოლო. მით უმეტეს ვიცი, რომ ეს პრეზიდენტი ჩემთვის მიუხედავად თქვენი შეფასებისა, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს, მე არ მგონია, რომ ეს პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს. მე გაცილებით დიდ პრობლემებს ხედავ. ბევრი დიდი ფუნქციები არა აქვს რა, ჩვენ შევთანხმდეთ, რომ ფაქტიურად საგარეო საქმეთა მინისტრის დამხმარეა. თავარსარდალი ხო, მაგრამ რომელიც ვერაფერს ვერ გადაწყვეტავს, ახლა იყო ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ფაქტიურად თქვენ ნახეთ ხო, როგორ პრეზიდენტიც იყო. ფაქტიურად ვერც ერთი თავის საკითხი ვერ გაიტანა. დაახლოებით იგივე მოელოდება ამ პრეზიდენტსაც. ახლა რაც შეეხება იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი გაიმარჯვებს თუ ევროპული საქართველოსი, ახლა ჩემთვის ერთი და იგივეა, ეს ერთი ნაციონალური მოძრაობაა და ორივე ჩემთვის არის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენელი. ახლა ჩემს რა მნიშვნელობა აქვს ახლა გელი გაიმარჯვებს თუ ტურა გაიმარჯვებს? ორივე ჩემთვის არის, ხო, ორივე ჩემთვის მიუღებელია აბსოლუტურად. ვაშაძე არ მოგწონთ, ბაქრაძე არ. არა, არც ერთი. მე ვერ წარმომიდგენია. ნაწილმა ვინც იზიარებს ახლა თქვენ მოსაზრებას. ეგ უკვე იმათი პრობლემაა, რა უნდა ქნან ზოგიერთი ადამიანი აცხადებს საერთოდ ბოიკოტს არჩევნების მიმართ, იმიტომ რომ მე რას ვიზამდი? მე ვფიქრობ არჩევნების დღეს რას იზამდი? ალბათ წავალ და გადავხაზავ ყველას. აი ჩემი პოზიცია ესეთია რა. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ პოლიტიკურ სივრცეში იმ მოთამაშე ადამიანს, აი იმ სტრატეგიულ ფიგურას, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივად დიაზროვნოს და ქვეყანა გადაარჩინოს იმ დიდი პოლიტიკური ლაბირინთისაგან, რომელიც საქართველოს გარშემო იქსოვება. ჩვენ ვხედავთ რა პროცესები მიდის თურქეთის, რუსეთის და ირანის ალიანსი ფაქტიურად გაფორმებულია, ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობებია დაძაბული, ევროპამ, გერმანიამ საკუთარი თამაში წამოიწყო ამ სივრცეში და ძალიან რთული პროცესებია დაწყებული აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, რომელიც ყარაბაღის მიმართულებით რაღაც გარღვევას აანონსებს აზერბაიჯანი. ამ შემთხვევაში საქართველო ფიქრობს რაღაც სისულელეებზე,
ეხლა ულაშებიანს აირჩევს თუ კაბიანს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს არანაირი უკვე, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის არ არის საკითხი, რომელმაც უნდა სტრატეგია განსაზღვროს ქვეყნის. ქვეყანა შეიძლება ძალიან მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდეს უახლოეს ხანში, თუ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც დროზე თვალი და ყური არ გაახილა და ვისაც ყური აქვს, ის მინოს ჯობია, იმიტომ რომ აფხაზეთში და ცხინვალშიც პროცესებია დაწყებული, რომელიც საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად სტატისტის როლშია და ფაქტიურად ვერ აკონტროლებს ამ სიტუაციას. რუსეთში რა ძალა აიღებს უახლოეს ხანში ძალაუფლებას კაცმა არ იცის, შეიძლება ეს რუსეთის დეზინტეგრაციით დამთავრდეს და ჩვენთვის ერთი უბედურებაა და შეიძლება კიდევ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, მონსტრის მოყვანით დამთავრდეს რუსეთის ხელისუფლებაში, რაც ჩვენთვის კატასტროფაა. შერიგდებიან რუსეთი და თურქეთი და ბოლომდე ერთ პოლიტიკას გაატარებენ, ეს ჩვენთვის იქნება კატასტროფა. არ შერიგდებიან, კიდე შეიძლება უფრო მეტი კატასტროფა იყოს. მე ვხედავ ერთ რაღაცას. პროცესში საქართველოს ჭირდება თუ რაციონალური აზროვნების მქონე სტაბილური პრეზიდენტი. მე ვხედავ ერთ რაღაცას, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა უფრო ჭირდება საქართველოს და სტრატეგიულად საქართველოსთვის მოაზროვნე ადამიანების ჯგუფის შექმნა, რომელიც მიუხედავად იმისა, ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაშია, სახელმწიფო ინტერესებიდან იაზროვნებს და არა რაღაც იმებს გამოედევნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს თქვა და არ მაინტერესებს რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, არც ვაშაძე მაინტერესებს, რაღაცა გამოაქვეყნეს კგბ-ს ნომრით რაღაცა. ეს აღარ მაინტერესებს მე უკვე. ეს ეტაპი 87 წლიდან ვარ ამ ეროვნულ მოძრაობაში და ყველაფერი ჩემ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა. ამან ჩვენ სადამდენაც მიგვიყვანა ვხედავთ ხო უკვე. და ესე თუ გაგრძელდა ქვეყანა წავა უკან. მე ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩავიდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ის ვინც კანაფის მოხმარების და ასე ვთქვათ კულტივაციის მომხრეა და ნახოს სოფლებში რა ხდება. ოფიციალურად თუ არ ვიცი თუ არაოფიციალურად ვერ გააკონტროლებენ ბოსტნებში ვის რამდენი კანაფი უთესია და მოსახლეობა ადრე თუ არაყს აგროვებდა, არაყისთვის ფულს აგროვებდა, რომელსაც როგორც გაჭირვებით შეულობდა, ეხლა აღარ ჭირდება არაყისთვის ფული შეგროვება, იმიტომ რომ კანაფი უდგას იქვე, მოწევს იმ კანაფს და რო ეკითხები რატო აკეთებ ამას, გეუბნება რომ როგორ ხელისუფლებამ დაუშვა პლანის მოწევა, რა პრობლემაა. და ეს არის კატასტროფა, დამიჯერებელი. ეს არის კატასტროფა და სინამდვილეში იურიდიულად ეს ესე არ არის. მათ ის შეუძლია რომ ყველა დაიჭირონ, იმიტომ რომ იურიდიულად ეს საკითხი ბოლომდე მიყვანილი არ არის. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური კანდიდატი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რა ვითარება იქნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? იცით, ახლა მე არ მინდა გაუსწრო მოვლენებს წინ და რაღაც პროგნოზები ვაკეთო. ეს არ არის ესეთი საქმე პრინციპში მაინც და მაინც ახარბიელო, თუმცა ჩემთვის დასაკვირველია მაქვს მე ხედვა და შემიძლია ძალიან დიდი ალბათობით ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად, საპრეზიდენტო კანდიდატად თავისთავად არსებობაც უკვე გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის. ამას მოყვება ის, რომ რასაკვირველია არავითარი ეს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად ქცევა ეს არ იყო რაღაცა შეგნებულად ისეთი უკეთესი კანდიდატი ძალიანაც უნდოდა ივანიშვილს, მაგრამ ასეთი კანდიდატი უბრალოდ არ ყავს. ადრე ნიკა გვარამიამ თუ არ ვცდები გააჟღერდა ეთერში ის, რომ იქამდე მივიდა უკვე, ესე იგი, ივანიშვილის აგონია, რომ ლეო ბოკერია რო არის 80 წელს გადაცილებული წარმატებული ქირურგი მოსკოვში, იმისთვისაც კი შეუთავაზებია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო ოცნების მხრიდან. დიახ ბატონო, ხო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, კაცრავად ელისო, თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რა აგონიაშია ხელისუფლება, რომელსაც რეალურად არავინ არ აყავს. იმიტომ კი არა, რომ აი მაინც სალომე უნდა არ ყავს უბრალოდ, იმიტომ რომ მხოლოდ აი ბოლომდე შუბლის ძარღვაწყვეტილ პიროვნებას, რომელსაც არც თავისი იმიჯიური დანაკარგები ადარდებს, არაფერი, ერთადერთი პარანოიდალური სწრაფვა აქვს ხელისუფლებისადმი, უпростоეთ ძალაუფლებისადმი, ძალაუფლება კი მოგეხსენება ჩვენს ქვეყანაში უდრის გავლენას და მატერიალურ კეთილდღეობას და ეს ქალი არის დახარბებული ამ ყველაფერს, ესეც ფაქტია, მაგრამ იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსთვის სამარცხვინო კანდიდატი, საერთოდ რომ ხდება აი ამაზე ჭობა და კანდიდატი რო არის, უკვე ეს არის სირცხვილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ მინდა ზედმეტი
პერსონალური ყურადღება მივანიჭოს სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის ისეთივე მარიონეტია ივანიშვილის ხელში, როგორც თავად ივანიშვილი არის მარიონეტი ვლადიმერ პუტინის ხელში. ამიტომ ამაზე ბევრად უფრო პროდუქტიულია ზოგადად კონტექსტში მიმოვიხილოთ რა ხდება დღეს საქართველოში და ეს ნაწილობრივ კი არა ძალიან კარგად ჩემამდე ელისომ გააშუქა ეს კონტექსტუალური მხარე. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ჩემის მხრიდან ვიტყვი რომ ხელისუფლება რო შევაჯამოთ, ხელისუფლება არის აგონიაში. ხელისუფლება შფოთავს, იმიტომ რომ რეალურად აღარ არის რესურსი. ისიც რა, რესურსები სხვადასხვანაირი არსებობს. მოგეხსენებათ, მატერიალური, არამატერიალური, მორალური რესურსი არის განადგურებულია, აბსოლუტურად განადგურებულია, საკუთარი თავი გაანადგურა ფაქტიურად ოცნებამ ამ 6 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან მისცა ამ მრჩეველს, არამედ ის დონეც კი, ის რა დონეზეც ვიყავი და საკმაოდ კარგი მდგომარეობა ჰქონდა და ქვეყანა იმ 9 წლის განმავლობაში ძალიან რო უყვართ სპეკულირება, მართლა არ ნახულ, ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრცეზე უპრეცედენტო განვითარების ტემპები ჰქონდა აკრეფილი და ჩვენ დღეს ის 6 წელი რო არ დაგვეკარგა, თამამად შემიძლია მე ვთქვა როგორც არაეკონომისტმა, რომ დაახლოებით ბალტიისპირეთის ქვეყნების დონეზე იქნებოდა ჩვენი განვითარება, მაგრამ უკაცრავად რა, რატომაც ჩემზე კეთდება მეტრაჟის ეკონომია? უკაცრავად. რა თქმა უნდა, ხო არა, იმდენი ის რაღაც ითქვა და მე მინდა ვთქვა ის რაც აუცილებელია და უნდა ითქვას. ფაქტია რომ ხელისუფლება არის აგონიაში. ფაქტი არის ის რომ ის აუცილებლად წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ ისიც ფაქტია რომ იმდენად ბევრი რამე დგას. ახლა აქტორი დღეს არსებობს ორი, მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, ვის მოწონს, ვის არ მოწონს. არის საქართველოს ხალხი, აქტორი და მეორე აქტორი არის, ესე იგი ფიგურანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის ქვემოთ მარიონეტები. ივანიშვილი ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, ძალიან ბევრი. ყველაფერი, მთელი ეს კოლელობები და ქურდობები და ქვეყნის ძარცვით ნაშოვნი მილიარდები. რა საკვირველია ივანიშვილი გააყალბებს არჩევნებს და რა საკვირველია 28-ში, ბოლოს თუ 29-ში გაჭიმავენ რომ გამოაცხადებენ რომ ბატონო ბიძინა, ახია თქვენზე, აი ესენი რომ ლაპარაკობენ მკვლელობაზე და აჭაღობაზე და ფულის მითოზებაზე ესენი ნაციონალური მოძრაობა როგორ არ აღწვენიათ? მე მომკალით სამჯერ, მე თქვენ, მე არაფერს არ დაგამთავრებინეთ, ვერასდროს ვერ დაბრუნდებით. ალბატონებს არ ვაწყვეტინებ, ალბატონი აღარ ახარ, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი. ქვეყანა არასდროს არ ყოფილიყავ. ქვეყნის გამყიდველი. ვერასდროს ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებას. ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს ეროვნული ძალა. ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლება. აი ახლა სულ თქვენზეა და ვერა, ჩემზეა დამოკიდებული. მე შეიძლება ჩემი სიტყვა დავამთავრე. ვერ დავამთავრე. ხულიგნობას დაიდანე. თქვენი დრო ამოიწურა. საქართველოს ისტორიაში თქვენი დრო ამოიწურა და თქვენ ვერასდროს ვერ დაბრუნდებით ამ ხელისუფლებაში. თუ შეიძლება სულით არ შეიძლება თქვენთვის. სიტყვის ამოღება არ შეიძლება. არ მამთავრებინებს. თქვენ კოლელებო ადამიანის გამაუპატიურებლებო თქვენ. გამაუპატიურებლები თქვენ ხართ. თქვენ ახლა წარმომადგენლები იმ რეჟიმისა, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. ვიდეოს უყურებდა და მე აშანტაჟებდა და დღემდე მართავს ამ მასალებით. და თქვენ როგორ ბედავთ ხმის ამოღებას? როგორ მისწორებთ თვალს? ვალი დახარეთ. თქვენ ახლა სისხლიანი რეჟიმის სისხლიანი წარმომადგენელი. ის სისხლიანი ხელისუფლებაში დაბრუნდა. შეიძლება ეხლა არ გაჩერდები არც ერთი წუთი. ჭიკას არ ვისვრი, ქალებს არ ვესვრი. მაგრამ თქვენა გამომგზავნ პრიან ხოლადიან სოუბლები, მიშა, ვერ ეღირსები აქ ჩამოსული. მიშა სააკაშვილო, ვერ ეღირსები აქ ჩამოსული. ვერ ეღირსები ხელისუფლებაში მოსვლა. ვერ გამაჩერეთ. სამჯერ გინდოდა ჩემი მოკლა, ვერ გამაჩერეთ. ვერც ეხლა ვერ გამაჩერეთ. მე მინდოდა თქვენი მოკლა, ის დანამედო. აღარ ყოფილიყო.
კარგი. ეხლა შენ ნორბოთი აი ესევა აი ესე მოგწონს ჩემი სიარული მოგწონს აკოფილი ხარ გული ხდება რო არ მომკლეს ტვინის ბრალია ტვინის თავში რომ მიწეს იმტვინის ბრალია ეროსიტის მარიშულს ჩააძახეთ რუსთაველის სიტყვებით გეტყვით რა გეყოფათ ეს ისტერია 90-იან წლებში ხართ თქვენ ისე აცა დაცვის უგულობა დადიაცა ბოზინაცი ხო, არ გვინდა. აი ეს არის შეიძლება დავამთავროთ კულტურულად. არ ვიჭხუბო. ჩვენ არ გეუბნებთ. ამასთან ამაქსა. ადამიანი ამასთან დედაჩემს დაუძახეთ. შეიძლება. ხობა. არ გაბძანე, არ დაუძახო დედაჩემს. ამასთან, რაც მე მიწევს. მე ხავს შვილი. აბა დაწვარდით ეხლა დაჯერეთ. თუ შეიძლება სტუდიაში მოგბძანდეს ამ ქალბატონიშვილის საქმე მაქვს მასთან. ხო. ავათ არის? ქალბატონიშვილია? გადავიდა მართლა ყველა ზღვა. ყველა ზღვა გადახვედით. გადახვედით თქვენ. თქვენი ადგილი ქვეყანაში არ არის. თქვენ უნდა ამოიძირკბოთ საფუძვლიანად. და მე თქვენ მოგხრეთ ძირიანად. შეიძლება ჩეროთ. სოდუა. კარგით, აი ეს უგარაფულებ. ავასრულოთ ეს ბლოკი რეკლამის დროა ახლა. კაცები განვაგზავნოთ თქვენო ნაციონალურ მოძრაობას. საქმე მაქვს მართლა მაგათაც. დიდი ხანია ხელები მეკავენ. კარგით, თუ შეიძლება. ყველებს ვინ დაუდგა ძეგლი? გარაწერო. შეიძლება რა. რეკლამის შემდეგ აი ეს მოიცინი რეკლამის დრო ფაიტერში და რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ უკვე ნინო ლომჯარიასთან საუბარს. აი ეს არის ამათი სახე. ქალბატონი ელისო ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დადგენილების მიღებას პარლამენტში საკმაოდ დიდი ხმაური მოყვა ევროპული საქართველოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტის დარბაზი საქართველოს სახალხო დამცველი კი ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციებს რომ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით შესწავლილი იქნას ყველა დეტალი რომელიც ამ საქმეში არსებობს ასევე ნინო ლომჯარია ითხოვს რომ მკ-სთან დაკავშირებით იყოს შესწავლილი საგამოძიებო ორგანოების მიერ ის ახალი მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებული იქნა დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში და დადგინდეს მისი კავშირი მკვლელობის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოვისმინოთ რა ხდებოდა დღეს პარლამენტში და შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იქნება პირველების სტუმარი. ჩვენი ამოცანა იყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. თუმცა ამ ბატონებმა და ქალბატონებმა შექმნეს ალბათ ყველამ არა, მათი მხრიდანაც შექმნეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მათ უნდა დაედგინათ მკვლელი. ეს ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მოლოდინი, სამწუხაროდ ეს იყო გადაჭარბებული მოლოდინი, რაღაცა ეშხში შევიდნენ, რომ მათ გადაეცათ მართლობა რაიმე სახის და შესაბამისად ჩვენ გუშინ ვიხილეთ ის იმედგაცრუება საზოგადოების მხრიდანაც, რაც მათ წარმოადგენს. აქედან თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ, აი ყველამ თქვენ და მთავრობა, რომ იმ ცუდი თქვენი ვერსიით წარსულიდან გამოსავალი არის უკან დაბრუნება იმ დროში, როცა თუ მოხდება ესეთ ტრაგედია ახალგაზრდების შორის სისხლიანი გარჩევა, ვისაც ახლობელი ყავს თანამდებობის პირი, იმას ხელი უნდა დაფარდეს და ის არ უნდა დაისაჯოს. ეს არის დასკვნა, აბა ის რა შუაშია, რო იხსენებთ. მაგას გეუბნებით, ამ ამბებით არასწორი ჩემი აზრით, მაგრამ თქვენი აზრით სწორი შეფასებით ცუდი წარსულით. ამით ამართლებთ იმას, რომ დღეს სისხლიანი გარჩევა თუ მოხდება, ვისაც ახლობელი ყავს პროკურატურაში, იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში? ეს განცდა გინდათ რომ შექმნათ დამატებით? თუ გინდათ რომ სისხლიანი ვენდეტები წაახალისოთ? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი. უნდა კონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება. იგივე ბატონ ბოკერიას ეხა ცალითვალით რომ იყურებს აქ. ძალიან კაი, კარგად დამაკვირდით, მე ისიც ვიცი რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული და გააგრძელეთ ეს კანკალი. გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280,000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეგროვებული თქვენი საქმის აღძვრის და გამოძიების დაწყების და თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით. და სუტყვილა იღიმებით აქ. მე ბატონო გიგა, მაშინ დავამთავრებ გამოსვლას და საზეიმო ნოტაზე. თქვენ რო წაბძანდებით მატროსოვზე. რა პასუხს სცემთ თქვენ დღევანდელი დოკუმენტით ზაზა სარალიძეს? ანუ რას ეუბნებით ზაზა სარალიძეს? ვინ მოკლა მისი შვილი?
კომისიამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა მისი შვილი, ვერ დაადგინა რატომ ვერ დადგინდა ვინ მოკლა მისი შვილი და თქვენ ახლა ავალებთ იგივე ხალხს, ვინც უკვე გამოიძია ეს საქმე, ხელმეორედ გამოიძიათ ეს საქმე და დაადგინათ ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილი. სწორედ მესმის ასე ვთქვათ, სულისკვეთება იმ დოკუმენტის, რომელიც თქვენ დღეს წარმოადგენთ, იმიტომ რომ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ რაიმე ოდნავ ხელმოსაჭედი რო ყოფილიყო თქვენს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, მე პირველი დაუჭერდი მხარს, ოღონდ ამ ადამიანმა პასუხი კითხვაზე მიიღოს. რაც შეეხება რეკომენდაციას და სახალხო დამცველის მოწოდებასაც, მე ამასაც აუცილებლად გამოვეხმაურები. კომისიის მანდატი არ არის ბატონებო მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა. კომისიის მანდატი არის ის, რაც შექმნის დადგენილებაში წერია, ობიექტური გარემოებები უნდა დადგენილიყო და თანამდებობის პირი ან ორგანოები ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, რომ თქვენ ამბობთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ის ემკა, რომლის არც პრეზუმპცია გახსოვდა, არც ის, რომ ამ ადამიანს რაიმე უფლება აქვს ამ ქვეყანაში. რომ გამოუტანოთ მას მსჯავრი და როდესაც ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემის ამ ინსტიტუტის მიმართ, მე მგონია, რომ ეს არის დიდი შეცდომა. არ შეიძლება პარლამენტს მოუწოდო ესეთი რამ და არ შეიძლება პარლამენტმა ოდესმე თავისუფლება მისცეს და პირის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნით და კვალიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. ფიქრობს თუ არა რომ იყო შეცდომა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის თან მიმართებაში გააჟღერა. ალბათონი ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი არის ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. უსმენდით ეკაბესელიას, რომელიც შეცდომად გითვლით იმ რეკომენდაციას, რომელიც თქვენ გაუგზავნეთ პარლამენტს. მოგესალმებით, მადლობა რომ ეძლევა პასუხის საშუალება, იმიტომ რომ დღეს სახალხო დამცველის გვარი რამოდენიმეჯერ მოვისმინე სხვადასხვა კონტექსტში, თუმცა პირველ რიგში უპასუხოდ ვერ დავტოვებ იმ გარკვეულწილად ბრალდებებს, თითქოს სახალხო დამცველი გაცდა თავის მანდატს და თითქოს სახალხო დამცველს არ აქვს კომპეტენცია, რომ ვინმეს მიმართ დევნის დაწყებისკენ მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს. მინდა მას შევახსენო სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს, რომ სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, როგორც გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე დევნის დაწყების მოთხოვნით და ეს იმიტომ წერია სახალხო დამცველის შესახებ კანონში, რომ ამ გზით სახალხო დამცველმა დაიცვას კონკრეტული პირების უფლებები. თუ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სავარაუდოდ შეიძლება იყოს ჩადენილი დანაშაული, მაშინ სწორედ დაზარალებულის უფლება არის და ესეც არის ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი, რომ მან ნახოს სამართალი, მან ნახოს სამართლიანი და ეფექტური გამოძიება მის საქმეზე და ამიტომ არის აღჭურვილი სახალხო დამცველი მანდატით, რომ მოითხოვოს კონკრეტული პირების მიმართ დევნის დაწყება. თქვენ გეკუთვნოდათ იმ ნაწილშიც, რომ აი სახალხო დამცველი უნდა იცავდეს როგორც ყველა უდანაშაულობის პრეზუმპციას და ამ დროს პროკურორის და მოსამართლის ფუნქციებში იჭრება. აი ამ ნაწილში მაინტერესებს. ემკასთან არავის არ ახსოვს, რომ ისიც სარგებლობს იმავე ამას პასუხობს უბრალოდ პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ სახალხო დამცველს ამის მანდატი აქვს ორგანული კანონის საფუძველზე და რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმპციას და მსჯავრის დადებას, ქალბატონი არის იურისტი და კარგი იურისტია და მან იცის, რომ განსხვავება ბრალის წარდგენასა და მსჯავრის გამოტანას შორის. სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული პირი ან პიროვნებები არიან დამნაშავეები. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეგროვებული მტკიცებულებების და მასალის საფუძველზე არსებობს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წარუდგინო ბრალი. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტული პირის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე. ყველაზე სერიოზულ დეტალად სტანდარტს მიგვაჩნია, რომ შეკრებილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს. კი ბატონო, აი ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და ყველაზე სერიოზულად ამ მტკიცებულებებისგან რა წარმოგიდგენიათ თქვენ, იმიტომ რომ როდესაც ეს საკითხი კომისიის ფარგლებში იხილებოდა და პრაქტიკულად რაღაცნაირად ისეთი სახე მიიღო პროკურორებსა და კომისიის წევრებს შორის დებატის სახე ჰქონდა პრაქტიკულად და ინტერპრეტაციის საგანი გახდა, ხო? პროკურორი ამბობდა, რომ ეს არ იყო თანამონაწილეობა, არამედ სხვა რაღაცას აკეთებდა და აშველებდა თუ აი რაღაც სხვა ვერსია იყო ამასთან დაკავშირებით. მოკლედ პროკურორი არ ეთანხმებოდა იმ ვარიანტს, რომ დასაკავებელია ეს ადამიანი, ხო? აი თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე სერიოზულ მტკიცებულებად მკ-ს წინააღმდეგ, რომელიც
კომისიის ფარგლებშიც გამოვლინდა. პირველ რიგში მე ნამდვილად არ მინდა რომ ეს გარემოება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ამ საქმის გარშემო ვსაუბრობთ და მე მართლა მიმაჩნია რომ სხვა გარემოებები და სხვა რეკომენდაციები, რასაც ამ საქმის მიმართ გავცემთ, უფრო მნიშვნელოვანია მესმისის მაღალი ინტერესი, თუმცა არ ვფიქრობ რომ აუცილებლად მკს ან კონკრეტული პირის გარშემო უნდა კონცენტრირდეთ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ. ეს კონტექსტი უნდა დააკავონ ეს ადამიანი თუ არ უნდა დააკავონ, ასე დგას პრაქტიკულად საკითხი. ამაზე არ არის ბრალის წარდგენაზე არის, ახლა მას შეეფარდება თუ არა აღკვეთი ღონისძიება, ამას უკვე სასამართლო წყვეტს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები გამოიხატება როგორც მის ჩვენებებში, რაც უკვე მისცა სასამართლოს, ასევე დამატებით მოპოვებულ ჩვენებებში, ანუ ფაქტის თვითმხილველი პირების, რომელიც არ არის ერთი და ორი ადამიანი, დაახლოებით 5 პირი საუბრობს ერთსა და იმავე გარემოებაზე, არსებობს თქვათ ვიდეო ჩანაწერი, რაც ჩვენი აზრით, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ნამდვილად, იმიტომ რომ არ არის მარტივი ჩვენთვისაც, არ აქვს მნიშვნელობა ეს თქვათ 18 წლის ადამიანია თუ 50 წლის, როდესაც ვიღაცის სავარაუდო ბრალეულობაზე საუბრობთ, ამაზე ძალიან ბევრი ვიმსჯელებ, თუმცა მიგვაჩნია რომ თავარი ალბათ ამოსავალი არის ის, რომ როდესაც პროკურორი მსჯელობდა, რომ ადამიანი აშველებდა თუ არა, ეს გარემოება გამოირიცხა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ აქვთ წინასწარი განზრახვა ამ პირის, რომ ის მიდიოდა საჩხუბრად და ის მზად იყო ამისთვის, მას ჰქონდა გარკვეული ნივთი ხელთ, ამას თქვა წინასწარ უჩვენებდა, თქვა მის მეგობრებს და ეს ნივთი გამოიყენა ჩხუბის დროს, იმ დროს, როდესაც ის ხედავდა, რომ სხვა პირები სარალიძეს აყენებდნენ სასიკვდილო ჭრილობებს. ანუ ამ გარემოებათა ერთობლიობა გამორიცხავს ჩემი აზრით იმ მტკიცებას, რასაც ჩვენ ვისმენდით კომისიაზეც, რომ ეს კონკრეტული პირი აშველებდა და არ იყო თქვათ მონაწილე აი ამ ინციდენტის, რაც ჩვენ იქ ვნახეთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ კომისიამაც ვერ გასცა, რა თქმა უნდა, პასუხი იმ შეკითხვას, ვინ მოკლა დავით სარალიძე და ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ ემკამ თუ სხვა ვინმე მოკლა, იმიტომ რომ ამის ერთი დიდი თემა, ნინო, ეს ეხება სამოხელეო დანაშაულს, რასაც აღნიშნავთ კიდეც თქვენ, აი აქ გამოკვეთილი არის თქვენთვის პირთა წრე, რომელთა მიმართაც უნდა დაიწყოს რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ვინც ჩართული იყო ამ საქმის გამოძიებაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ნახეთ შედეგი, რითიც დამთავრდა ხო ეს გამოძიება. აი რა სახით, ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასთანაც მინდა და მივსულიყავ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ უყავს დღეს მკვლელი, ან ახლოს არ ვართ, თქვათ, მტკიცებულებებით იქამდე რომ გამოიკვეთოს მონაწილე პირები, იმის გამო რომ თავის დროზე არ ჩატარდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და ჩემთვის ყველაზე მეტად იმ დადგენილების იმ ვერსიას, რაც მიიღო პარლამენტმა, არ ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ფაქტიურად დადგენილება მსჯელობს იმაზე, რომ კი იყო ხარვეზები გამოძიებაში, მაგრამ ამ ხარვეზებს არ ქონია არსებითი შედეგი გამოძიებაზე, უბრალოდ მტკიცებულებების ხარისხზე აისახა და ასევე ის მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიამ ვერ დაადგინა, რომ ეს იყო თქვათ განზრახ ან დაუდევრობით თუ ასე თქვათ განზრახ ჩადენილი ქმედებები. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს განსხვავებული პოზიცია აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ივლისში მივმართეთ პროკურატურას და ვთქვით, რომ ის რაც მოვისმინეთ ჩვენ ახსნა განმარტებები კომისიაზე პროკურორების თუ გამომძიებლების მხრიდან ის პასუხები ვერცემს პასუხებს იმ კითხვებზე თუ რა საგამოძიებო ტაქტიკის მიზნებს ემსახურებოდა მათი მხრიდან ის რომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. თქვენთვის არ არის დამაჯერებელი რომ რაღაც ნაბიჯები რაც არ გადაიდგა ეს ტაქტიკა კი არ იყო, არამედ რაღაც სხვა ხდებოდა იქ. აი ამის ეჭვი გიჩნდებათ, ხო? ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არ იყო ტაქტიკის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტი, მათგან ამას მთელი საქართველო უყურებდა, რომ ეს იყო რაღაცა საგამოძიებო ტაქტიკის ან მიდგომის, ასე ვთქვათ, შედეგი. და ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახეზე არის სამოხელეო დანაშაულის ნიშნები და ესეც ვთქვათ განასხვავებს ახალხო დამცველის პოზიციას ამ დადგენილების პოზიციისგან, სადაც საუბარი
არა იმაზე, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნებზე, არამედ ისინი საუბრობენ, რომ შიდა მოკვლევა დაიწყოს, რაიმე ტიპის გადაცდომას ხომ არ აქვს ადგილი. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახეზე გვაქვს ან განზრახი ქმედება, ან უბრალოდ სამსახურეობრივი აქ უბრალოდ გამოძიება უნდა დაიწყოს თუ უნდა დაიწყოს გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ, კონკრეტული მოხელეების მიმართ, კონკრეტული პროკურორების მიმართ, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. აი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხები დგება ამ ადამიანებს. პირთაწრე გამოკვეთილია თქვენთვის ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ეს პირთაწრე გამოკვეთა კომისიის დასკვნამ, სადაც ძალიან დაწვრილებით არის ნახსენების პირები, ვინც იყვნენ პასუხისმგებლები გამოძიებაზე, თუმცა საბოლოო ჯამში ალბათ გამოძიება უნდა გამოკვეთოს კეთილსინდისიერმა და ობიექტურმა გამოძიებამ და ეს არ იქნება რთული სანახავი ნამდვილად. პირთა წრის შეიძლება რომ თავარ პროკურორამდე მივიდეს. იცით რა არის გამომდინარე იქიდან რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა ასევე კომისიამ, იქ გაჟღერდა პირველად რეალურად რომ ამ დანაშაულის შესახებ და იმის შესახებ რომ იგივე თქვათ სუბელიანის თქვათ ახლო ნათესავები იყვნენ თქვათ გარეული ამ ინციდენტში, მთავარი პროკურორისათვის თითქმის პირველივე დღეს იყო ცნობილი. აქედან გამომდინარე მე არ გამოვრიცხავ ნამდვილად რომ კითხვის ნიშნები გაჩნდეს გამოძიების პროცესში და უნდა გაჩნდეს ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ასევე გამოძიებას პარლამენტს მიუმართეთ რეკომენდაციით, რომ არა მარტო სამოხელეო დანაშაულის თქვათ ნიშნები შეისწავლეთ, არამედ რა ასე თქვათ სხვა პირის მიერ გამოძიებაზე ზეგავლენის ასე თქვათ ნიშნებიც იკვეთება იმ ინფორმაციიდან, რაც კომისია მიიღო და ამ მიმართულებით უნდა წავიდეს ასევე გამოძიება. ხო, მიჩნდება ერთი შეკითხვა კონკრეტულად მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, მუხლი რომლითაც ის ახლა ზის არის თუ არა ეს თქვენთვის ადეკვატური მუხლი. აქ ლაპარაკია შეუტყობინებლობაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ახლა თქვენ თქვით, ეს გულისხმობს თუ არა თავისთავად იმას, რომ მასთან დაკავშირებით სხვა სახის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, გამოძიებამ ჩვენი აზრით უნდა გამოკვეთოს იყო თუ არა არასათანადო ჩარევა და ზეგავლენა ამ პროცესზე. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამოხელეო დანაშაული იყო ჩადენილი, მაშინ ვიღაცა ახდენდა ზეგავლენას, ხო, ამ გამოძიებაზე და რა იყო ის გარემოებები, ან ვინ იყო ის ადამიანები, ვინ შეიძლება ახდენდნენ გამოძიებაზე ზეგავლენას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი. ჩვენ გვიჩნდება ნამდვილად შეკითხვები და ვფიქრობ, რომ გამომძიებლებმა და პროკურორებმა ამ შეკითხვებს ნამდვილად ვერ გასცეს დასაბუთებული პასუხი. მაინც მინდა ჩემთვის მაინც გავარკვიოთ, თქვენ თუ გაქვთ იმეჯის საფუძველი, რაც ამ თემის გამო გაჩენილია პირველივე დღიდან, რომ მირზა სუბელიანმა ხელისუფლება დააშანტაჟა რაღაცა ტიპის კადრებით და შესაბამისად ამას მოჰყვა მთელი ეს ჯაჭვი და ის ფინალი, რაზეც ახლა ჩვენ უკვე კენჭისყრის შედეგების სახით უკვე კონკრეტული მონაცემები გვაქვს. არის აქ საუბარი? იცით რა, ეს კადრების თემა, ასე ვთქვათ, მოარული ხმები არის და გარკვეული ვარაუდები არის. ნამდვილად ახლა ვერ განვაცხადებ, რომ ესეთი რამ შეიძლება იყოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამოძიების საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ თქვენს ეთერშიც მაქვს ამაზე ძალიან პირდაპირ და ხაზგასმით გაკეთებული, რომ ეს მოარული ხმებიც არსებობს და ამითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება. თუმცა არ გამოვრიცხავ სხვა ვერსიებსაც, უბრალოდ თქვათ რაღაცა ნაცნობობით თუ არ ვიცი კოლეგიალური დამოკიდებულებით ხელისუფლებამ ასეთი დარტყმის ქვეშ დაიყენოს თავი თუ რაღაცა ძალიან მძიმე საბაბი არ არსებობს ამის ეს არგუმენტებიც, თუმცა იცით რა არის ამ შემთხვევაში თუ კი გამოიკვეთება, თუ კი გამოძიება ჩვენ მოვთხოვთ გამოძიებას რომ წავიდეს ამ მიმართულებით, მაშინ გამოძიებას მოუწევს აღიაროს რომ თავის დროზე იყო არასათანადო გავლენა და თავის დროზე ჩადენილი იყო სამოხელეო დანაშაული და ამიტომ მგონია რომ შესაძლებელია თქვათ იმიტომ არსებობს ესეთი რეზისტენტულობა ამ მიმართულებით გამოძიების წასვლის არა თქვათ ერთი ადამიანის ან ერთი პირის დასაცავად რა არგუმენტიც ხშირად გვესმის რომ თქვათ ერთი არასრულწლოვნის გამო რატომ ასე თქვათ წავა მთელი ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ, არამედ იმის გამო რომ მაშინ ამ გამოძიების შემთხვევაში შეიძლება გამოიკვეთოს სწორედ ის რომ იქ იყო სამოხელეო დანაშაული, იქ იყო გარკვეული გავლენები და ალბათ ამისი პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პროექტი გიტოვებთ თუ არა შტაბ-ეჭდილებას რომ
თუ ხალხის პროტესტი იქნება ძლიერი, ხელისუფლებამ დატოვა იქ რაღაც გზები, რომლის საშუალებითაც გაანეიტრალებს სიტუაციას და გამოკვეთს კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულს. მაგალითად, იმ დადგენილებაში წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ეძლევა მითითება, რომ შიდა მოკვლევა ჩაატაროს, იყო თუ არა იქ სამოხელეო დანაშაული და ადამიანები, რომლებიც იძიებდნენ საქმეს, ნებსით თუ უნებლიეთ არ ატარებდნენ კონკრეტულ ღონისძიებებს ობიექტურობის გამოსავლენად. კი, მე მიმაჩნია, რომ ამ დადგენილების საფუძველზეც შეიძლება გატარდეს ის ღონისძიებები, რაზეც მე ხლა ვსაუბრობ და რა რეკომენდაციითაც სახალხო დამცველმა მიმართა, უბრალოდ ენა, ანუ თვითონ დადგენილების ყველაზე კრიტიკულ საკითხებზე არის შერბილებული, ანუ გულისხმობ იმას, რომ ფაქტიურად ამ დადგენილებით მესიჯს აძლევენ პროკურატურას, რომ მათ არ აქვს შეკითხვები, რომ შეიძლება არ იყო, თქვათ, განზრახი დანაშაული, არ ვერ გამოკვეთა კომისიამ, ანუ ფაქტიურად უთხრეს პროკურატურას, რომ კომისიას და პარლამენტს არ დარჩა შეკითხვები, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული. ამიტომ სახალხო დამცველს სხვა რაიმე შესაძლებლობა გააქვთ, იმიტომ რომ ახლა რაღაც პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია. ხედავთ მართველი გუნდის პოზიციას პარლამენტში. დროებით საგამოძიებო კომისიის ოპოზიციური ფლანგი, რასაც ამბობს, ამასაც ვხედავთ, ეს დასკვნაში წერია. ზაზა სარალიძე არის ქუჩაში, თქვენ გაეცით რეკომენდაცია, ის შემდეგ რა ხდება? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა და მივადევნოთ თვალი გამოძიების მიმდინარეობას, გავეცნოთ საქმის მასალებს, იმიტომ რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაშვება მოგვცეს. ჩვენ სხვათა შორის გახსოვთ მივმართეთ პროკურატურასაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამოხელეო დანაშაულზე, რაზეც გვიპასუხეს, რომ ისინი დაელოდებიან პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და იმოქმედებენ იმის შესაბამისად. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ დადგენილებაში ძალიან მკაფიო გზავნილები ყოფილიყო, რომ არის კითხვები დანაშაულთან დაკავშირებით და ამას ჭირდება გამოძიება. თუმცა ეს ძალიან მკაფიო მესეჯები და გზავნილები მე ვერ დავინახე. მადლობთ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი იყო ჩვენი გაცემის. მადლობა მას და მინდა ახლა სტუდიაში ვიხმოთ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს პირველების მაყურებლისთვის. მადლობა მობრძანებისთვის გთხოვთ. მობრძანდით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ეს პროცესი უბრალოდ ეს პერიოდი არის კომპლექსური, იმიტომ რომ ბევრი თემაა შემოსული ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არ არის მხოლოდ პროგრამების ჭიდილი, აქ არის ბევრი სხვადასხვა თემა, ხომ შემოსული. ერთ-ერთი იყო ის, რაზეც თქვა ქაბატონ ნინო საუბრობდა აქ. მოდით დავიწყოთ აქედან, როგორ ფიქრობთ სარალიძის საკითხი, საგამოძიებო უწყების ამ თემასთან დამოკიდებულების საკითხი შეიძლება თუ არა გახდეს ქართული ოცნებისთვის სერიოზული მძიმე შედეგის მიღების ერთ-ერთი საფუძველთაგანი არჩევნებზე. გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არანაირი პროგრამების ჭიდილი არ არის. მე არ ვიცი თუ თქვენ სადმე ხედავთ ამ პროგრამების ჭიდილს, ერთადერთი ჭიდილი არის სიცრუეს ცილისწამებასა და ადამიანურ დამოკიდებულებას შორის საკუთარი მოსახლეობისადმი, რასაც მე ვხედავ. ეს არის აბსოლუტური ასე ცალსახა. რაც შეიძლება სარალიძეს საქმეს მე არ ამგონია, რომ ამას რამე კავშირი ჰქონდეს საარჩევნო პროცესებთან. საერთოდ ეს ასე ვთქვათ, განცალკევებული თემაა, რომელზეც ბევრი საუბარი შეიძლება. პოლიტიკურად ანგაჟირებული აქციები, რომელიც მიმდინარეობს, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც უამრავი ასე ვთქვათ, დღეს მიდის ბუტარუბაკიძის სასამართლო, სადაც მის დედას და მამას შეურაცხყოფას აყენებენ ყოველ დღე, მიდის სასამართლო სხვა, ასე ვთქვათ, გახმაურებული საქმეების, ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს ახლა მაინც და მაინც ჩვენი საუბრის თემა შეიძლება იყოს, თუმცა ეს საუბრის თემა შეიძლება იყოს ჩვენთვის, ოღონდ მაშინ მთლიანად ამას უნდა დავუთმოთ, იმიტომ რომ ეს დიდი პროცესია, სერიოზული პროცესია, მართული პროცესია. ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს, ვთქვათ, იმ სიღრმეს, ასე ვთქვათ, ნაწილი ქართული საზოგადოების დაცემის, რომელსაც ჩვენ ხედავ და ეს განსაკუთრებით ჩანს აი ამ საარჩევნო თუ შეიძლება ამას საარჩევნო პერიოდი ეწოდოს იმას, რასაც ჩვენ ხედავთ, როდესაც პრაქტიკულად ასე ვთქვათ, მიდის მე ძალიან მახსენდება 1933 წელი გერმანიაში, როდესაც დაიწყო ალქაჯებზე ნადირობა, როდესაც დაიწყო გამოცხადება მოღალატეების, ხალხის მტრების და ამას შეეწირა 6 მილიონი ებრაელი. და რაც თავარია შეეწირა გერმანიის სახელმწიფო და ბევრი თაობა გერმანელების აი ამ დიდ შეცდომას. დღეს ამას ვხედავთ, დღეს ტელევიზორში ვხედავთ რეკლამას, სადაც სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე
პირდაპირ ღიად, პირდაპირ ეთერში ამას აცხადებენ. ეს რატომღაც ამოფარებულია რაღაც რეკლამის კანონს და რაღაც სიტყვის თავისუფლებას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამასთან. ეს არის პირდაპირ ფაშიზმის ნიშნები, რომელიც გაჩნდა ქართულ მედიაში. და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა ეს დიდი ხანია მწიფდებოდა, მაგრამ ესეთი სახე არასოდეს არ მეუღია როგორც დღეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა და პირველ რიგში ეს ჩვენი შვილების და შვილიშვილების პრობლემაა, იმიტომ რომ სახში რო ბრუნდებით, მაგათ თვალებში უნდა ჩავხედოთ და მაგათ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, იმიტომ რომ მარტივ კითხავს დაგისვავენ, რატო არის სალომე ზურაბიშვილი მოღალატე. მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლე თქვა და ის რომ ასე ვთქვათ, აგერამ აქ ფლეშკა მოვიტანე სამწუხაროდ თქვენთან არ არის შესაძლებლობა ამის გაშვების. 2012 წელს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ზეობის ხანაში გავაკეთე ფილმი დემოკრატიის შუქურა. სადაც მიხეილ სააკაშვილი თავის პირით პირველად 2008 წლის 7 აგვისტოს იძახის, რომ სეპარატისტების მიერ განხორციელებულ პროვოკაციაზე ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. არანაირი რუსების ხსენება არ არის. მეორე დღეს იმავე ღამეს ყურაშვილი აი აქ არის, ამას შევიძლია გავუშვათ ეთერში. ეს ფილმი ბევრჯერ დატრიალებულა არა მარტო საქართველოში, არამედ მერე ბატონი ყურაშვილი გამოდის და იცახის, რომ ძალოვანი სტრუქტურების გადაწყვეტილებით ჩვენ ასე ვთქვათ, დავიწყეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რეგიონში. გარდა ამისა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 2 დღით ადრე როდესაც გამოცხადდა მორატორიუმი აბსოლუტურად ჩემი პროფესიაა, მე მაშინ ახალი გადამდგარი მინისტრი ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი და ეს საქმეები. ოსური ეროვნების მოსახლეობა გაიყვანეს ცხინვალიდან და ამავე პირველი 2 აგვისტო სადღაც? ხო, 3 აგვისტოა, გაყავთ ესე იგი ოსური მოსახლეობა, აბსოლუტურად გასაგებია რატო გაყავთ ეს მოსახლეობა იქიდან, იმიტომ რომ მზადდება კონფლიქტი. ქართული მოსახლეობა იქიდან არ გაყავთ. ესე იგი, ივლისის 8 რიცხვში იწყება ყველაზე დიდი იმ დროს მასშტაბით, ასე ვთქვათ, სამხედრო სწავლება პირდაპირ ქედს გადაღმა, რომელშიც 58 არმია მონაწილეობს. იმ არმიას არც კი ჩაუქრია ტანკები, ისე დგას როკის გვირავთან, მთელი ამ ხნის განმავლობაში და ელოდება სიგნალს აქედან და ეს სიგნალი სააკაშვილმა 2007 წლის ღამე დილის 4 საათზე გამთენია მისცა. მე მაგ კადრები აქვს, როდესაც ჩანს, როგორ იბომბება გრადებით ცხინვალი 2007 წლის ღამეს. და ყველაზე დიდი ტყვილი და ყველაზე დიდი ცილისწამება, რომლის მოწმეები ვარ, ჩვენ არის იმაში, რომ ეს სულ ყველაფერი დაფიქსირებულია ტალავენის კომისიაში, ეს არის დაფიქსირებული იმ ევროპელი დამკვირვებლების, იმიტომ რომ ისინი აფიქსირებდნენ არა მარტო ჭურვის გავარდნას, არამედ ყველა წუთს, ყველა წამს, როდის რა ხდებოდა. ეს ყველაფერი დევს ჰააგაშიც, ეს ყველაფერი დევს სტრასბურგშიც, ეს ყველაფერი დევს ნიუ-იორკშიც და ბრიუსელშიც და ამის შესახებ 5 წელია. რა მოხდებოდა? ეხლა ვეგეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ახსენეთ წვრთნები, რომელიც გაყვანა ცხინვალიდან. მისთვის ემზადებოდა მაშინ რუსული მხარე. რომ არ ყოფილიყო, ომისთვის. თქვენ ამბობთ, რომ ცეცხლი გახსნა სააკაშვილმა. რომ არ მე არ ვამბობ, რომ ცეცხლი გახსნა მომისმინე. არ მე არ მითქვი, რომ ცეცხლი სააკაშვილმა გახსნა. ცეცხლი გახსნილი იყო უკვე და პროვოკაციები მიდიოდა. დაბომბვა აქეთ-იქიდან სულ მიდიოდა. მთელი იმ თვის განმავლობაში, თქვენ თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ. არაფერი ახალი იქ არ მომხდარა. უბრალოდ გაჩერდა, გააყვანინეს მოსახლეობა ოსური იქიდან და ღამე ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა ცხინვალის მიმართულებით. ფართო მასშტაბიანი, ეს არ იყო ომი. როგორ არის? აბა გრადებით როცა ფართო მასშტაბიანი შეერაღებული კონფლიქტი. ასე არის იმ ტალევნის დასკვნაში აღნიშნული. აი მე ხა ჩვენ ამ ომზე ახლა ვარ. არა, აქ ომში არ არის საქმე. მე ომზე არ ვლაპარაკობ. მე არა. ნახეთ ბატონო გოგა, რა კითხვა მაქვს მე ახლა თქვენთან, როგორც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთან. მოით აი მივყოთ მეგობართან. კი ბატონო მეგობართან. და თანამებრძოლთან. კი ბატონო თანამებრძოლთან. აი რატომ დასჭირდა პრეზიდენტობის კანდიდატს შემოსულიყო საპრეზიდენტო კამპანიაში აი ამ რთული განცხადებით, რომელიც ჩვენ თქვენ სწორედ იმიტომ რომ თქვენ რატო დაგჭირდათ? თქვენ რატო დაგჭირდათ მედიას? ყველგან დახვდება წინ, არა მხოლოდ მას, თუ კი ის გახდება პრეზიდენტი, არამედ ჩვენ საერთო სამშობლოს ეს არის სიცრუე, აბსოლუტური, არაფერი ეს არ დახვდება წინ, დახვდება ტალავენის კომისიის დასკვნა, წინ დახვდება ევროპელი დამკვირვებლების ანგარიშები, წინ დახვდება ის რაც ერთი წუთი რაც სააკაშვილმა ჩაიდინა
თქვენ არ აკეთებთ ფაქტების არასწორ კონსტატაციას. ტალიანის დასკვნას არასწორ კონსტატაციას. ტალიანის დასკვნაში წერია, რომ შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთ მხარეს დაკისრება და სალომე ზურაბიშვილმა მთელი პასუხისმგებლობა ამ განცხადებით ისი პირველი განცხადებებით ჩასწორების გარეშე ეს თქვენი ინტერპრეტაცია საქართველოს მის საკუთარ ქვეყანას რომლის პრეზიდენტობაც მას სურს. ერთი წუთი შემოკარგო. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. როგორც მხარის, თქვენ არა ხართ მედია. თქვენ ხართ მხარე. თქვენც სხვა ტელევიზიებიც მხარე ხართ. ამ შემთხვევაში ხართ მხარე, არაფერ საქართველოს მხარეს არ წარმოადგენთ, იმიტომ რომ სიცრუე არავითარ შემთხვევაში. რატომ არის თავისუფალი მედია? ამაში აღარ არის შემოგარგებული. რატომ თავისუფალი მედია წარმოადგენთ? თავისუფალ სივრცეში აბსოლუტურად. თანამებრძოლმა და მეგობარმა სალომე ზურაბიშვილი. რატომ გახსნა მან ეს დისკურსი შეგიძლიათ? არა, მას ეს დისკუსია არ გაუხსნა, ეს დისკუსია თქვენ გახსნით. მაგან ეს დისკუსია პრესამ გახსნა, ეს დისკუსია გახსნა ორმა ადამიანმა მომისმინეთ ეს დისკუსია გახსნა ორმა ადამიანმა რომელიც ერთიც და მეორეც კგბ-ს სამჭედლოში სწავლობდა და იქ ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური ფიგურა ეს არის მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე რომელმაც ერთმა კიევის აკადემია დაამთავრა დიპლომატიური და მეორე მოსკოვის და ეს ორივე იყო კგბ-ს სამჭედლო პირდაპირ და სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა მსხვერპლი როდესაც ამ თქვა რა უნდა როდესაც თქვენ ამბობთ როდესაც მედია ქართული მედია იძახის იმეორებს იმას რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი არის პუტინის პროექტი და გრიგოლ ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი რომელიც პირდაპირ მათ დავალებებს ასრულებდნენ ყოველთვის და ამას დავადასტურებს სადაც გინდა იმ ადამიანებთან ვისაც ამის გაგება უნდა მოდით კონკრეტიკაში წავიდეთ 7 აგვისტოს დაიწყო თქვენთვის ომი ჩემთვის ომი დაიწყო 1800 პირველ წელს კი ბატონო ახლა ამ კონკრეტულ ფრაგმენტს რომ ვუბრუნდეთ ამ ხანგრძლივი ომის დიახ თქვენ თავადვე თქვით რომ სროლა იყო 7 აგვისტომდეც. თქმა უნდა, მთელი თვე. მაშ რაზე ვაკისრებთ? რა პასუხისგებლობას ვაკისრებთ? ცხინვალის დაბომბვის პასუხისგებლობას ეს არის დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი. არა რუსეთის წინაშე. გავაგრძელოთ ეს. კი ბატონო, გავაგრძელოთ. ქვეყნის პრეზიდენტი, აი რომელსაც თქვენ ამაში ადანაშაულებთ. ეს არ არის მხოლოდ განკერძოებული ცალკე პირი. ანუ პასუხისგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და ამან შეიძლება მოიტანოს ძალიან მძიმე შედეგები, მაშინ როდესაც ქვეყანას ეს არის წმინდაწმის დემაგოგია. არა, დემაგოგია, რომელიც მე მესმის უკვე ერთი თვეა. არავითარ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტული პირი. ეხლა მომისმინე. არა და ვიცი მესმის, უკვე გასაგებია რა კითხვას მაძლევ. არა, ერთი წამით. ქვეყანაში, ქვეყანას აქვს არაღიარების პოლიტიკა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ დროს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ჩვენს ქვეყანას ასე გამოდის თქვენ კერძო პირად ვერ განიხილავთ მიხეილ სააკაშვილს ის ქვეყნის გავიგე ეხლა ეს უკვე შენი კომენტარია კითხვა გავიგე სამხრეთ კორეაში დაპატიმრებულია 3 პრეზიდენტი აქედან 2-ს აქვს უვადო პატიმრობა და შენ როგორ ფიქრობ მაგათი დანაშაული სახელმწიფოს დანაშაულია რა საკითხზე ეხლა ეგ რა საკითხზე? არავითარ დანაშაულს, ეგ სხვა საქმეა. მე ისე გეუბნები. კი ბატონო, მე რა რომ ომზე ვსაუბრობ. სერბეთმა აგო თუ არა პასუხი კოსოვოს გამო? კოსოვოთი აგო თუ არა პასუხი? მილოშევიჩმა აგო? სერბეთმა პრეზიდენტი რის გამო შეიქმნა ბატონო გოგა? იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა რომ იქ იყო გენოციდი ალბანელი ხალხის ხომ და ამიტომ კოსოვო შემოუსაზღვრა ახლა აბსოლუტურად აბსოლუტურად არანაირ კავშირში ერთმანეთთან ეს არ არის, იმიტომ რომ დანაშაული მილოშევიჩის თავრობამ ჩაიდინა. მილოშევიჩის გამო მილოშევიჩის თავრობამ და მილოშევიჩმა ჰააგაში აგო ამ დანაშაულზე პასუხი, ასევე აგეს იმ გენერლებმა, რომელიც ეს ჩაიდინეს. სერბეთს რომ მოწყვინდეს კოსოვო, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, რომელიც ძალიან ცუდად მოუთმენდება ევროპას. კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ვერცაღიარებ, ბატონო გოგა, ნახეთ, საფუძველი შეუქმნა თუ არა ამ ყველაფერს? საფუძველი შეუქმნა, რომ მილოშევიჩმა გააკეთა ეს. რა თქმა უნდა, მილოშევიჩმა სერბეთმა აგო პასუხი, არა მილოშევიჩმა მხოლოდ, არამედ სერბეთმა აგო პასუხი. გავიგე, მაგრამ ის რასაც ჩვენ ლაპარაკობ, დადასტურებულია, ეგ სულ ყველა მიცის და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ამიტომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო შენ ახლა ეგ ვინ აგებს და როგორ აგებს? კოსოვოს ამბავი. არა, რატო კოსოვოს ამბავი, რო ცხინვალში ცეცხლი გახსნა სააკაშვილმა, ეგ იცის სულ ყველამ. ჰააგაშიც ეს იცის ყველგან, მთელ მსოფლიოში ჩვენ აგვაქვს აქ როგორც ირაკლემებს მიწაში თავი ჩადებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამეს რაც პირველ რიგში შენი ღირსება დამოკიდებულია იმისგან გერმანელებმა
ხერებში გაიმართნენ და სახელმწიფოთ იქცნენ მას მერე, რაც თვითონ აღიარეს, რომ ის რაც ხდებოდა გასაგებია, მაგრამ ჰიტლერის დროს ჩვენ რა რეალობას ვიღებთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოტენციური შესაძლო მომავალი ჰიტლერის პარალელი რა ტიპის პარალელია საქართველოსთან მიმართებაში? ჰიტლერის პარალელი რა პარალელია? ზუსტად ის პარალელია, რომ ჰიტლერი იყო დამნაშავე საკუთარი ხალხის წინაშე. როგორც საკუთარ ხალხს ექცეოდა ჰიტლერი, თქვათ ებრაელებს ასე მოექცა, თქვათ ებრაელები საკუთარი ხალხი არ იყო? მისი ქვეყნის მოქალაქეებსაც მისი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ხალხს ექცეოდა, ასე მოექცა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს. არა, ეგ შეელაპარაკობა, მე არ მითქია, მე ვამბობ, პირიქით, ეთყობა ან ცუდად მისმენთ, ან არ გინდათ გაიგო რასაც ვამბობ. პირიქით, გაყვანილი საკუთარ მოსახლეობას, ქართულ მოსახლეობას მოექცა, იმიტომ რომ ოსური მოსახლეობა გაიყვანეს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი პრეტენზია რა იყო, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენივე მოსახლეობს ცხინვალის ცხინვალის რეგიონში ქართველები ცხოვრობდნენ საყვარელი. ცხინვალს, ქალაქ ცხინვალს. ქალაქ ცხინვალს ცხოვრობდნენ ქართველები. ჩვენივე მოსახლეობა ჩვენი მოსახლეობა იყო თამარაშელი ქალაქი ცხინვალია. იმ მოსებსაც ვინც იქ ცხოვრობენ, მე მათაც ჩვენს ნაწილად განვიხილავ. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ. აი ამ დისკურსის გახსნა მაშინ როდესაც ხვალნათლივია რა ბოროტების წინაშე დგას საქართველო, რუსეთი, საქართველო და ამ დროს ჩვენ ვეძებთ დანაშაულს საკუთარ თავში. მომისმინე ერთი წუთით. რუსეთი რომ დამნაშავეა, ამასაც კითხვა არ უნდა. ეგ ყველამ ძალიან კარგად იცის, შენ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო აქ, როგორც არ უნდა ილაპარაკო. ეგ არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ თელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსული ტანკები საქართველოში დგას. ქართული ტანკები რუსეთში არ დგას. მაშინ რას ვეძებ? ქართული ჯარისკაცი არ გადასულა რუსეთის საზღვარზე და არ უსვრია იქ არავისთვის. რუსეთის კოლონას ჩვენ ვივიძახით, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილმა, რომელიც ჩემი ღრმარწმენით პირდაპირ ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს და ეს არაერთხელ მithქვია ისე როგორც მერაბიშვილთან მიმართებაში. 5 წლის წინა მაქვს ეს ნათქვამი და არც ერთი კაცი არ გამოსულა და არ უთქვია, რომ ეს თურმე საქართველოს შეიძლება ავნოს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს თქვა ქართულ ეთერში, ქართულ ენაზე. მე ეს ფილმი ვაჩვენე ნიუ-იორკში, ბერლინში, საფრანგეთში, პარიზში, ესპანეთში. ყველგან სადაც გინდა და იქ ჩანდა პრეზიდენტი შეიძლება გადაღებული. მაგრამ იქ პრეზიდენტი იძახის, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლიო. თქვენი პრეზიდენტი იძახის სააკაშვილი, რომ გავხსენით ცეცხლი და გადავიდეთ ჩვენი პრეზიდენტი. მე ამას მეუბნებით, ძალიან უხერხულია, იმიტომ რომ თქვენ მის თავრობაში ბრძანდებოდით, მისი თავრობის პირობებში ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი. სანამ თქვენ არ გაგიშვეს თანამდებობიდან თქვენ თავრობაში არ ყოფილა, მე ზურაბ ჟვანიას თავრობაში ვიყავი, თუ ძალიან გაინტერესებდა. ჩვენ ყველამ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით 2011 წელს. კი ბატონო, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავდა საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ იმას, რასაც ჩვენ არ ვიმსახურებთ, ნუ იკადრებთ ამას ამ ეთერში, ძალიან. არა, მე არაფერს არ კადრულობ, თქვენ ნუ იკადრებთ იმას, რასაც კადრულობ. ხალბატონ სალომეს მიმართებაში თორე მე რას ვიკადრებ და რას ვიტყვი, ეგ მე ძალიან კარგად ვიცი. სააკაშვილი როგორ არ მართავდა საქართველოს ხელისუფლებას. არა, მე ვიყავი ზურაბ ჟვანიას კაბინეტში, რა თქმა უნდა, იმ თავრობის წევრი ვიყავი და ამაზე 200 სამკითხვაზე ბატონო გოგა თუ შეიძლება თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ კი სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მას რა ტიპის სარგებელს როგორც პოლიტიკოს შეძენს აი ამ ტიპის განცხადებები, რომელიც ჩვენ მისგან მოვისმენთ. ჩვენ რა სარგებელი ეს სალაპარაკო თემა არ არის, საერთოდ მას რა სარგებელს, ჩვენ რა სარგებელს, ჩვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, სიმართლის ხმა იქნება დეოკუპაციის პროცესში. დეოკუპაციის პროცესთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. არავითარი კავშირი არ აქვს ამას, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, თქვენ გინდათ თავი მოიტყუოთ, მაგრამ მთელ მსოფლიოს ვერ მოატყუებთ, იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ სიმართლე იცის. თქვენ აქ თქვენ ეთერში რას ილაპარაკებთ, თქვენ იმერთან, სტუმრებთან, ესე იგი ისინი რას იკამათებენ, ეს არ ჯენევას აინტერესებს, არც სტრასბურგს და არც ჰააგას, იმიტომ რომ იმან სიმართლე იცის. ჟიჟი იცის იმან სიმართლე. და მან თქვა რუსეთმა განახორციელა საქართველოში აგრესია. მსოფლიო ამას ამბობს. ეგრეც არის. რას უკირკიტებთ, ეს არ მესმის უბრალოდ. რას იღებს რუსეთს მომისმინეთ საქართველოს ჩემო კარგო რუსეთმა რო განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამას შენი დასტური არ ჭირდება. აგერ გადი აქედან ახლა დაჯექი მანქანაზე 15 წუთში რუსულ ტანკებს დაინახა გორთან. რას ვეძებ, შეგიძლიათ მითხრა. თქვენ რას ეძებ? საქართველოს რა იმისგან რასაც სალომე ზურაბიშვილი. ამას თქვენ ეძებთ. ის არ ამბობს, იმას იქს იმან თქვა.
მორჩა ერთხელ მეგრელები 5 წლის წინ ეს ყველაფერი ნათქვამი უკვე ბევრჯერ არაერთხელ გამეორებული თქვენ მაინც და მაინც მიასკდით სალომეს რატო იმიტომ რომ ეს თქვენ მხარე ხართ რომელი მხარე თქვენ ახართ თქვენ ერთ-ერთი მხარე ხართ ამ შემთხვევაში როგორ არ ახართ პრეზიდენტობა უნდა ადამიანს რომელმაც თქვა რაღაც ფრაზები ჩვენ ვალდებულიც ვართ არა მხოლოდ ზურვილი მე რამდენი ხანი შეიძლება ეს ფრაზები ახსნილია ამ ფრაზების უკან დგას სიმართლე მაგას წვილი არ უთქვია მაგან თქვა რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობას ეს გულისტკივილი კორექტირება რატო შეიტანა გულისტკივილი შეიტანა ამდენჯერ თავისი ნათქვამი სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ გაასწორა ეგ იძულებული გახდა იმის გამო თქვენი გააფრებული შეტევის გამო იმ უსინდისობის გამო რასაც ქართული პრესა ჩაძის რა თქმა უნდა ესე იგი რა თქმა უნდა უსინდისობის იქცევით აბარა თქვენ ახართ მხარე ამ შემთხვევაში და სალომე ზურაბიშვილი იყო იძულებული არა ვართ მხარე მაგრამ დავუშვათ ვიყოთ კი ბატონო იყოს ასეთი დაშვება რაც არ უნდა ილაპარაკო მხარე ხარ მარტო შენ კი არა მთელი ქართული ვიყოთ მაგრამ შეკითხვებზე პასუხები მხარეს ვამდეს მაგრამ არ ვარ თუ გაინტერესებთ ეკლესია მომისმინეთ ჩემო კარგო ეკლესია თუ გაინტერესებს ეკლესია არის სულის მკურნალი ადამიანის მაგისთვის შეიქმნა და ღვთის სახლია ეკლესიის მაღალი იერარქები ელაპარაკებიან თავის მრევლს ამბიონიდან და იმისთვის ელაპარაკებიან რომ მათ სულს უმკურნალონ ტელევიზია ეს არის ზალადობის სიცრუის სიყალბის მრუშობის და იმის გამავრცელებელი ეგ თელმა მსოფლიო მხედავთ ყოველდღე რა ხდება ჩართეთ ნებისმიერი ეთერი არის აი გარყვნილება ამიტომ იერარქის ადგილი არის ამბიონზე და ეკლესიური ცხოვრების მთავარი წესი არის მორჩილება და ნებისმიერი ჩვენთაგანი ვისაც მოძღვარი ყავს ვალდებულია რომ თავისი მოძღვრის ლოცვა კურთხევით გააკეთოს ან არ გააკეთოს რაღაცა როგორც მე ვარ ვალდებული ჩემი მოძღვრის წინაშე ისე ნებისმიერი მოძღვარი ეკლესიის ვალდებული არის პატრიარქის წინაშე მისი ლოცვა კურთხევის დარღვევა თავისთავად იწვევს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის დასვას იმ ადამიანების წინაშე მღვდელმთავრებს როგორ უნდა მოიქცნენ მე არ ვასწავლე მაგათ კანონი ასწავლეთ საეკლესიო მე ვიმეორებ კანონს საეკლესიო კანონს ახსენებთ ანუ მათ თქვენ ფიქრობთ რომ მოსაზრების გამოთქმის უფლება არ აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვს რა თქმა უნდა როგორ არა აქვს მაგრამ როდესაც ანაფორას იცნებ და მით უმეტეს ხელდაისხმები როგორც მაღალი იერარქი ეკლესიის მაშინ იმ წესებს და იმ კანონებს უნდა დაექვემდებარო რომელიც ეკლესიაში არის ბატონო პოლიტიკური როდესაც შენ პატრიარქი გეუბნება განცხადებით და მანამდე რამდენჯერმე გაფრთხილებს რომ ტელევიზორს თავი დაანებე არაერთხელ და შენ მაინც ამას აკეთებ ესე იგი შენ არ ვღებ პირველი იმ წესს რომელსაც მე უნდა მასწავლიდე ამიტომ შენ როგორც წესის დამღები ჩემთვის აღარ ახარ მოდით პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედოთ ეგ არის წესი საეკლესიო მე ჩემ აზრს არ გეუბნები კი ბატონო ომის საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ ახლა აქ და თქვენ ესე იგი თუ რაიმე კორექტირება შეიტანა სალომე ზურაბიშვილმა თავის განცხადებებში თქვენ ამ კორექტირებას ახლა ხაზე გადაუსვით და მის პირველ ვარიანტს და არაფერს არ გადაუსვით შენ ინტერპრეტაცია არაფერი კორექტირება არ შეუდა მაგან თქვა რომ აგრესორი არის რუსეთი მაგრამ მაგას არ უთქვია რომ უკან არ წაუღია სიტყვები რომ ცხინვალის ცეცხლი გახსნა სააკაშვილმა იმიტომ რომ ეს ესე იყო ეს არის სიმართლე ისიც ამოგლეჯილი სიმართლეა კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიმართლე იყო კონტექსტიდან ეგ თქვენ ამოგლეჯით მაგას არ ამოგლეჯია ფრაგმენტული სიმართლე არის თქვენ აღმოჩნდება რომ ფაქტებს თქვენ დაალაგებთ იქით მხოლოდ ერთს აიღებთ ეს გამოვა დიდი ტყუილი მხოლოდ ერთი ფაქტი მაგრამ თუ კი აი ამ ტალავინის კომისიას აგერ მაქვს მე მოზო როგორც არ უნდა გინდობთ სიმართლე ტყუილად გაასწავლოთ ვერ გაასწავლოთ სიმართლე იქნება და ტყუილი იქნება კონტექსტი რაც მან აიღო ეს გაგებული ეს კონტექსტი თქვენ აიღეთ და ეხმარებით რუსეთის ინტერესების გამტარებელ საქართველოს სწორედ ამაზე მინდოდა გეტყვით მე რატო გრიგოლ ვაშაძეს სააკაშვილს თელმა მედიამ აიტაცა ფრაზა რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ხელისუფლებისგან ხარდაჭერილი კანდიდატი ამბობს რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ როგორ ვასხამთ მტრის წისქვილზე წყალს როდესაც
ასეთ ბოდიში ჟარგონისტვის სატოპკეს აუგდებს რუსულ მედიას ვიღაცა რუსული პრესა რას ლაპარაკობს რუსული პრესა სიმართლეს არასოდეს არ ლაპარაკობს არც აქამდე ულაპარაკია და არც ამის მერე იტყვის რუსული პრესა არის დამონებული პრესა ამიტომ ლაპარაკობს ის რასაც უკვეთავს კრემლი და მე არ მადარდებს რუსული პრესა რას ამბობს იმიტომ რუსული პრესას გავლენა არც სტრასბურგზე და არც ააგაზე არა აქვს იმას იქ არავინ არ უსმენს არც ნიუ-იორკში ეგ თქვენ უსმენთ მაგას რატომღაც იმიტომ რომ გამოიყენოთ საბაბად ეხლა მე თქვენ გეტყვით მთავარს ბატონ გოგა ეხლა მე თქვენ გეტყვით მთავარ ეხლა მე თქვენ ამაზე შეგიძლიათ გვესაუბრეთ რაღაც კონკრეტული მე მაგ შენთან შეკითხვა რაღაც უსაფუძვლო რა უსაფუძვლო თქვენი ეთერი ჩარტეთ რა უსაფუძვლო რომელი უსაფუძვლო ნებისმიერი ეთერი ჩარტეთ შეგიძლიათ ეს თუ ამ ტონალობაში გადავალთ მაშინ ჩვენც გადმოვეწყობით ახლა როგორც გინდა გადაეწყე და რას მოგვიტანს ეხლა მე შეგიძლიათ ისაუბრეთ იმ ფარგლებში რა ფარგლებში მე გეკითხები დამისახელეთ ერთი ქვეყანა რუსეთის გარდა რომელსაც დესტაბილიზაცია აწყობს საქართველოში ერთი ქვეყანა მეორე არსებობს ეს არსებობს მეორე ქვეყანა რუსეთს აწყობს ყველაზე მეორე კიდე დამისახელეთ მეორე ქვეყანა რომელსაც უკრაინაში აწყობს დესტაბილიზაცია გარდა რუსეთისა არის ეგეთი ქვეყანა მეორე და რაშია საქმე აი ორივე ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს სააკაშვილი ერთშიც და მეორეშიც ყველანაირად ცდილობს რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ვის ინტერესებს ემსახურება ეს რუსეთის ანუ უკრაინის ომი სააკაშვილის კისერზე არა უკრაინის ომი არა მაგრამ დესტაბილიზაციას რატო ბიჭო მე ომი მიხსენე მე ვთქვი რომ დესტაბილიზაციას ემსახურება უკრაინაში სააკაშვილი ემსახურება თუ არა ყველა მისი ნაბიჯი იყო მიმართული დესტაბილიზაციისკენ უკრაინაში ნამდვილად იყო მიმართული სააკაშვილი ისე პერსონაა რომელიც ასე სერიოზულად აღიქვამთ რომ არა მე ეხლა დაუდმებული ბრძოლა და ამდენი დრო უნდა დაუთმოთ მისი პერსონის არა თქვენ უთმობთ ხარცები სალომე ზურაბიშვილზე მოგიწვიეთ კი ბატონო მაგრამ აიღეთ ერთი დღე მომისმინე რა კარგი რა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორ ვინ არის აიღეთ ერთი დღე რომელიმე მაუწყებლობა ან რომელიმე ტელევიზია რომელიც არ ახსენებს სააკაშვილის გამონათქვამებს დღეს არის ეგეთი ჩვენ დღეს არ გვიხსენებია მაგრამ ხო ნუ თქვენ არ გიხსენებიათ სხვა ახალ ამბებში იხსენეს ეხლა მე თქვენ გეუბნებით აქ არის ძალიან მარტივი სქემა ძალიან უმარტივესი რომელიც თქვენ ძალიან კარგად გესმით ალბათ ყოველ შემთხვევაში უნდა გესმოდეთ მარტივი სქემა ვაშაძის ერთადერთი დანიშნულება რომელიც არის და პირდაპირ განაცხადა ამის შესახებ არის ის რომ თუ ის გახდა პრეზიდენტი ის შეიწყალებს სააკაშვილს პირდაპირ თქვა არა მარტო სააკაშვილს შეიწყალებს მერაბიშვილს შეიწყალებს ახალაიებს ამ კაციჭამიებს პირდაპირ თუ ვინმეს ეჭვგეპარება თამაში მაშინ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში გვიცხოვრია ესე იგი პირდაპირ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს დესტაბილიზაციას საქართველოში ცალსახად ამას ემსახურება ის კაცი არის კგბ-ს სამჭედლოდან გამოსული ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში ომის დროს და იყო რუსეთის მოქალაქე და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იმავდროულად ეხლა ეს პირდაპირ განცხადებულია ამიტომ სქემა არის მარტივი ორი დესტაბილიზატორი რომელიც რუსეთთან იმართება ეს ბატონო გოგა ამ დროს ჩვენი ხელისუფლება და მისი ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლება აქ არის მისი ნაბიჯები რომელ ნაბიჯებს გულისხმობთ არ ვიცი თქვენ თქვით რომ ზოგი კარგია ზოგი ცუდი როგორც ყველა საერთოდ კაი ხელისუფლებები მე მგონი საერთოდ არ არსებობს ზოგი უკეთესია ზოგი უარესია ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება კაციჭამია ნახდათ არ არის ქუჩაში იმეებს არ კლავენ ხალხს და არ ძაცვავენ თავის მოსახლეობას ისე როგორც ძაცვავდა თუ ვინმეს შეუძლია ოდნავ მაინც შეადაროს ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და ქართული ოცნების მმართველობა ისევე მეორე მაშინ სხვადასხვა ქვეყნებში გვიცხოვრია ჩვენ ხომ მუდმივად შედარების რეჟიმში ხო არ ვიცხოვრობთ ბატონო მუდმივად შედარების რეჟიმში ვიცხოვრობ თქვენ თქვით რომ სანამ ბუკერია ვაშაძეზე ხო საუბრობთ საქართველოში იჯდება ვაშაძეზე საუბრობთ თქვენ ანუ მიგაჩნიათ რეალურად რომ ის შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი არ მიგაჩნიათ ახლა მოდით ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ აი როდესაც ხელისუფლებაზე საუბრობთ და ადარებთ სარალიძის საკითხში რითიც აი ნინომ დაიწყო ეს ჩვენი ბლოკი ანუ თქვენ პრობლემას სად ხედავთ მაგალითად გაგიჩნდათ თუ არა განცდა და თქვენ წლების განმავლობაში ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ იბრძოდით იმ ადამიანების უფლებების დასაცავად რომლებიც იჩაგრებოდნენ ხელისუფლებასთან შეტაკების დროს ასე ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან ხო სარალიძეს დაკავშირებით ეს არ გიჩნდებათ შეგრძნება რომ აქ დიდ უსამართლობას დაკავშირებით როგორც ნებისმიერ ადამიანს გამიჩნდა ძალიან დიდი განცდა იმის გამო რომ მაგან შვილი დაკარგა
ბუნებრივია და ეს არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს რო ესეთი მამას და მე დღეს უკვე ბაბუა ვარ და შვილი მყავს. კი, ანუ ეს რასაკვირველია. მაგრამ განცდა რომ სარალიზე იჩაგრება მე არ მაქვს, იმიტომ რომ არც ერთ საქმეზე რაც მე დავიბადე და ამ ქვეყანაში გავიზარდე და ჩამოყალიბდი, ამდენი ქმედება არ ყოფილა რამდენი სარალიზე საქმე. არც ერთ საქმეზე არ შექმნილა კომისია. რაც ვერ უთხრეს ვინ მოკლა მისი შვილი. ჩვენ ხედავდით პროკურორებს, რომელთა პასუხები ხშირ შემთხვევაში. გასაგებია. ვერ გამოუგნებელი. არა, როგორ ვერ უთხრეს ორ კაცს მიუსაჯეს ამის გულისთვის საკმაოდ არა ერთი წუთი. გაჩნია რაში რა. სარალიძის ყოლობაზე. ერთ-ერთ ადამიანის ყოლობაზე არ აქვს მისჭილი იმ ადამიანს. სასამართლომ თქვა რომ სარალიძის ყოლელი არ არის დადგენილი. ეკნება იმ სასამართლომ თქვა არასწორად. და ის მოსამართლის ამბავს რატო არავინ არ კითხულობს? რატო ეტაკება ყველა მაინც და მაინც ერთ ხარეს და მეორე თქვენ იცნობთ დღეს იმ დადგენილებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო პარლამენტში. იქ წერია პირდაპირ, რომ ეჭვს აჩენს საგამოძიებო სტრუქტურების მიერ ჩატარებული მოქმედებები. არ ჩატარებული მოქმედებები და მთელი რიგი ჩამონათვალია. ამის შემდეგ არ გიჩნდება გაცდა არა მარტო მაგათთან მიმართებაში. პროკურატურის საქმიანობა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდ ეჭვს აწვევდა. იწვევდა, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი, ისეთი უდიოზური არა კაცო. იმიტომ რომ ჩემი საქმე მაქვს, ჩემო კარგო, მე რეჟისორი ვარ და ჩემს იცით როგორი საინტერესო სხდომები იყო რეჟისორის. არ არის გადაცდომა. არა, თქვენ ამბობთ რომ ასეთი ბევრი ღონისძიება არ გქონთ რომ არ გიჩნდება განცდა რომ სარალიძე დაიჩაგრა. არა, მე არ ამგონია რომ სარალიძე დაიჩაგრა. შეიძლება ვერ მიაკლია ვერც კომისიამ, ვერც გამოძიებამ, ვერც სასამართლომ სიმართლეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარალიძე დაიჩაგრა. მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გაქვთ? არა, მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით საერთოდ ლაპარაკი არ გვინდა. ტერორისტთან დაკავშირებით ლაპარაკი არ გვინდა საერთოდ. კარგით. ეს არის ტერორიზმი. კიდევ ერთი გადავაცილებ. ძალიან საკითხო თემაა საერთოდ. მესმის რომ გადავაცილებ. მაშინ გითხავთ კიდევ ერთ საკითხს. კი ბატონო. ხშირ შემთხვევაში როგორია ხელისუფლება ეს იზომება, როგორ ურთიერთობს ის ბიზნესთან? ახლა არის ომეგას საქმე, თქვენ იცით ამის შესახებ, გამოქვეყნდა ჩანაწერები, ავთენტურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ალბათ ექსპერტიზა დაჭირდება, მაგრამ იქ ისმის ხმები და ეს იძლევა მსჯელობის საფუძველს. გაგიჩინათ ამ საქმემ შეკითხვები, რომ ქვეყანაში შეიძლება იყოს ელიტური კორუფცია. ხელისუფლების მონაწილეობით. ელიტური რას ნიშნავს, არ ვიცი, კორუფცია, ეს ელიტური კორუფცია ცოცხალი მიუწვდებათ მაგალითად მინისტრებს და მაღალი რანგის მინისტრებს ყოველთვის ყველგან მიუწვდება და ნებისმიერად დავარქვათ ასე. მე მინდა გითხრათ რომ თუ დამტკიცდა და დადასტურდა რომ ეს ავთენტურია ეს ჩანაწერი ეს იქნება სამარცხვინო იმ ადამიანებისთვის ვინც ამაში მონაწილეობს. ბუნებრივია რახან ეს მაღალ ჩინოსნებზე არის ლაპარაკი ხელისუფლებისთვისაც. რა თქმა უნდა ეხლა ლევან ყიფიანი იმ დროს იყო ხელისუფლების წარმომადგენელი მინისტრი თუ მე არ ვწდები თუ ეს ყველაფერი იმ დროს იყო ხო მაშინ ეს ხელისუფლებას ეხება პირდაპირ. იმიტომ რომ თუ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი ჩართულია რაღაცა ეგეთი ტიპის სქემების დალაგებაში ეს სამარცხვინოა ბუნებრივია. საქმეს ისართულებს რომ სხვა მინისტრების გვარების და არა მინისტრების, მაგრამ მინისტრიც არ უნდა იყოს. თუ ეს დადასტურდა, ამას კითხვა რა თუნდა? რა მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. თუ დადასტურდა, რომ ის ავტონტურია ეს ჩანაწერი და ეს ისე იყო, როგორც ამ ჩანაწერებში ეხლა ისმის, თუმცა ჩვენ ბევრი სხვადასხვა ჩანაწერები მოგვისმენია, მაშინ ეს სამარცხვინო ფაქტია. და კიდევ ერთი საკითხი, ძალიან გადავაცილებ. კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ შევეხეთ ხელისუფლების და ეკლესიის სამურთიერთობა სალომე ზურაბიშვილის კონტექსტში ძირითადად. მაგრამ რამ გამოიწვია გამწვავება? გამწვავება გამოიწვია ინიციატივამ, რომელიც შევიდა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე? რთული საკითხია ძალიან რთული საკითხია. ამ შემთხვევაშიც მე ყურადღებით უსმენ ყველაფერს, რასაც სალომეს ვამბობ, მე ვფიქრობ, რომ იქაც ცილისწამებაა, მით უმეტეს ახლა მადლობა ღმერთს მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვიხუმრეო კანაფის დედოფალთან დაკავშირებით დღეს იყო მისი განცხადება და მადლობა ღმერთს რომ ეს თქვა, იმიტომ რომ ნამდვილად პატივცემ მეუფე იაკობს და ყოველთვის პატივცემდი და ვთვლიდი, რომ აბსოლუტურად არასამართლიანი იყო ეს ასე ვთქვათ ეპიტეტი. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მე მზათავარო, რომ საზოგადოებას ჩაუდგეს სათავეში იმას, რომ ეს ყველაფერი
არა იმ ბურუსით და ტყილებით და სიცრუით მოცული იყოს, როგორც ეხლაა. არამედ რაღაცნაირი ნათელი მოიფინოს. საერთოდ ეგ თემა არის ძალიან მძიმე. ძალიან რთული. მე მინდა გითხრათ, რომ 63 წლისა ვარ და დაახლოებით 15 წლიდან უკვე მახსოვს კარგად ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში რაც ხდებოდა. იმის მერე როგორც ეწეოდნენ, ისე დღესაც ეწეოს ფრიაქ საქართველოში უამრავი ადამიანი. ვისაც უნდა და შოულობს კიდევაც ვისაც უნდა და კულტივაციაც ხდება მაგისი ვისაც უნდა. ამიტომ ესე საკითხის დაყენება, უბრალოდ ეს ყველაფერი დღეს იმის გამო რომ თემ სოფლიოში შეიცვალა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ადამიანებს აღარ ეშინიათ როგორც ჩვენ თაობას და აღარ მალავენ და პირდაპირ ლაპარაკობენ რომ მოიხმარენ თრიაქს და ეს მისი უფლებაა ნებისმიერი ადამიანის და ამ უფლებას ვერ აუგზავნავს ვერავინ. კი, კულტივაციის ნაწილში კულტივაციის ნაწილში რთული თემაა, იმიტომ რომ ეხლა შენ ხო გესმის პლანტერ მე საერთოდ არ მესმის როგორ მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეს მოხდეს. იმიტომ რომ თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მახსოვს როგორ ხდებოდა ესა და მე გეოლოგი ვარ პირველი პროფესიით და სვანეთში მახსოვს რომ ეზო არ იყო სადაც ასე ვთქვათ კანაფე არ მომდიოდა საერთოდ სიტყვა კანაფე იმას ნიშნავს რაც ჩვენ კარგად ვიცით და რაც არსებობს საქართველოს კანაფის საქართველოს ყოველთვის არსებობდა და არსებობს ეხლა სხვა საქმეა რომ ეს ეხლა როგორი იქცევა იმათ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია მაგრამ ისიც ვიცი რომ თელ სოფლიოში როგორც სამედიცინო პრეპარატი ნამდვილად მოიხმარა. მადლობა. გოგა ხაინდრავა იყო მადლობა თქვენ. სტუმარი, ჩვენ ამით ვასრულებთ დღევანდელ ეთერს. მე ლევანი და ნინო გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე წინ კი საინფორმაციო გამოშვება გელოდებათ. დიანა ტრაპაიძე ვახო სანაია ნინო ჟიჟილაშვილი